დღეში 2 ენერგეტიკული სასმელი თუ დღეში 4 ჭიქა ყავა. ძალიან საინტერესო ამბავი თქვი ახლა. ვეგანური კვება უფრო ჯანსაღია, ვიდრე ცხოველური საკვების მიღება. მითია. ეთეროსიკვდილი რომელი უფროა? ჯოჯოხეთი თუ არსებობს და იქ მოხვდი, ეს იქნება ჩემი ყოველდღიურობა. გადასხმის კოქტეილები ვნახე. მითია. და ჩემი რომ მოისმეს ამასამოთ გული გაუხდება, მაგრამ არა. მითია. სრული სისულელიან. ოკეი. მოგესალმებით მეგობრებო, GD-Tech-ის არხზე. დავუბრუნდით როგორც იქნა, ცოტა დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ რაც ბოლო ეპიზოდი იყო, თუმცა კარგი სიახლეები გვაქვს. ჩვენი პოდკასტი გაგრძელდება უფრო მასშტაბურად, ძალიან მალე. თავარ არხზე. დღეს ვისაუბრებთ სწორ და არასწორ კვებაზე, ვისაუბრებთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ზოგადად 21 საუკუნეში კვების ბალანსი და ჩვენი სტუმარი იქნება ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition-ი. გამარჯობა თორნიკე. მადლობა იმისთვის რომ მოხვედი და იმედი მაქვს რომ თორნიკე დამეხმარება. გავარკვიო რას ვაკეთებ არასწორად კვების კუთხით, რა შეიძლება გამოვასწორო და თქვენთვისაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა ექნება. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან გიხდება სასუნთქი მოწყობილობა მეც მაგვერდზე ოთახში. როგორ მეხმარება რო იცოდე. პირველი ყველაზე მარტივი კითხვა უნდა დავსვა, აი რა არის ნუტრიციოლოგია? მეც სანამ გავიგებდი, აი არ მეგონა საერთოდ ეს საკითხი მნიშვნელოვანი არა და მე რო გავიაზრე რაღაცეები აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი თავის და არ ვიცი ცხოვრების გასაცნობად კიდევ უფრო. ერთი ამბავი არის რა ემართება საკვებს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას. მაგრამ მეორე ამბავია ადამიანის ორგანიზმი როგორ აღიქვამს მიღებულ საკვებს. მაგით იწყება და მე ალბათ არ მთავრდება ყველაფერი. მაგრამ დასაწყისი არის როგორ უნდა მივიღოთ ენერგია საკვებისგან და ეს ენერგია როგორ უნდა იყოს არა მარტო ენერგიის მომნიჭებელი, არამედ მიკრო და მაკრონუტრიენტების, ანუ იმ ნუტრიენტების, საიდანაც ადამიანის ორგანიზმი ენერგიას იღებს და ამასობაში ამ ენერგიის წარმოქმნის პროცესს აწარმოებს უწყვეტად. ადამიანები პირველ ნაბიჯს დგამენ ხოლმე ამ საკითხის გასაცნობად, ეს არის ალბათ რაღაცა წონასთან ასოცირებული, არ ვიცი, პრობლემები თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი გვიან ხო იცი ყოველთვის რაღაცა რომ მივადგებით ხოლმე პრობლემას, მე გვახსენდება ხოლმე ეს საკითხი რა. ძალიან საინტერესო ამბავი თქვი ახლა, რომ მაშინ ვიწყებთ ჩვენ კვებაზე ფიქრს, როცა რაიმე ტიპის პრობლემა სახეზე იქნება. ეს პრობლემა შეიძლება იყოს სამედიცინო, ან სამედიცინომდე გარეგნული, რომელიც არ მოგწონს. ხო, გვაწუხებს. ძალიან საინტერესო ამბავი არის ის, რომ ყოველთვის ჩემს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები არ აისახება ჩემ წონაზე და პირიქით. მაგალითად, შეიძლება ვნახო ჭარბწონიანი ადამიანი, რომელიც მალნუტრიციის ქვეშაა. ანუ ჭარბწონიანია, მაგრამ არასაკმარისად ნაკვები. მართლა? ან შემიძლია ვნახო ადამიანის სრულიად იდეალური სხეულის მასის ინდექსით, რომელსაც ბევრი მეტაბოლური პროცესი აქვს არეული. ანუ გარეგნობა პირდაპირ არ ასახავს ჩემს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გამართულობას. ყველაფერი იწყება მანამდე, სანამ პრობლემა დადგება და არა პრობლემის შემდგომ, იმიტომ რომ კვების ბალანსი არის ყველაზე დიდი პრევენცია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. და არა ბოლოს საფიქრალი, არა როცა რაღაც მდგომარეობა დადგება, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი პოინტია, რომელიც უნდა შეიცვალოს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჭარბწონიანობის სტატისტიკა არის ცად მიწვდენილი. ჩვენთან განსაკუთრებით, ევროპის მასშტაბით მეორე ვართ სამწუხაროდ, ხოლო თურქეთი გვისწრებს, საქართველოში ყოველი მეორე ზრდასრული კაცი და ქალი ჭარბწონიანია, ან სიმსუქნის მქონეა, სიმსუქნეა როგორც ეპითეტი, არამედ როგორც BMI-ის მიხედვით და ყოფა ჭარბწონიანობის შემდგომ. უკვე ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ. და ყველაფერზე მინდა ჩავშალო, მაგრამ აი პირველი მარტივად რა არის ისეთი მითი, გავრცელებული შეცდომა, რასაც ყოველდღურად ვუშვებთ ხოლმე და ვაზიანებთ ორგანიზმს და გონია რომ არ ვაზიანებთ. მარტივი კითხვა და ამის ახლა რომელზეც პასუხი რთულად გასაცემია, იმიტომ რომ ესეთი მითები არის ბევრი ალბათ. ძალიან ბევრი. ჩემი მიზანია დაგანახოთ რომ ადამიანის ორგანიზმში იმდენი რაღაც ხდება, რომელიც ჩვენ სასიკეთოდ არის მომართული. იმდენი პროცესი, ახლა რომ შეხედვართ აქ ჩვენი ამინომჟავები, ჩვენი კუნთი, ჩვენი ენერგია მუდმივად იხარჯება, წარმოიქმნება სიმსივნური უჯრედები წარმოიქმნება დღის განმავლობაში, რომელსაც ჩემი იმუნური სისტემა მკლავდება, ანუ ადამიანის ორგანიზმი უამრავ ბიოქიმიურ პროცესს აწარმოებს შენი კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმი კომპლექსური და ჭკვიანია. ეს ერთი. ამიტომ როცა მე მინდა მიზნის მიღწევა და მიზნის მისაღწევად ვიღებ მოცემულობას, რომელიც კომპლექსურია და ვამარტივებ, იმიტომ რომ ერთი წინადადება ვთქვა, რომელსაც სხვა აიტაცებს, რომელმაც შეიძლება მე დამეხმარა. ზუსტად, ბევრ რაღაცას განზეტოვებ. ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი რაც ცდილობს აკრძალვებით გაამარტივოს პროცესი, აი ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი არაფერის პრინციპი ჯასან ყვებაში. ეგრე მარტივად არ მოსულა. ან დღეს თუ ერთი ლუკმით მეტი გადაუხვიე, ესე იგი დამთავრდა ჩემი ჯანსაღყვება და მოდი ბოლომდე დღეს დავიკმაყოფილებ ყველა სურვილს და ხვალიდან აღარაფერს შევჯამ. აი ყველაფერი არაფერი პრინციპიდან მოდის ის რაც გვაზიანებს, იმიტომ რომ ჩემს ორგანიზმს არც ერთხელ ნაჭამი ბროკოლი არ
გააჯამთელებს, გამოაჯამთელებს. და არც ერთხელ ნაჯამი რომელიმე junk food-ი რომელიც გვახსენდება არ დაანგრევს. შენ რა გახსენდება? გაზიანი სასმელები, რომელიც აი ვიღაცეებისთვის ჩვევად არის, ესე ვთქვათ, არ შეგიძლია რომ არ დალიო. ეხლა მითხარი გაზიან სასმელში გულისხმობ, შენთვის მინერალური წყალიც გაზიანი სასმელია? აი მაგაზე სულ მაქვს ხოლმე ჩემთან კონფლიქტი, რომ აი პირობითად ლიკანიც ხო გაზიანია, უფრო გაზიანია პირობითად რა, ვიდრე რაღაც კოკა-კოლა, მაგრამ ნუ კოლას არ ვსვამ საერთოდ, მაგრამ ყველაფერი გაზიანია რეალურად. მე მივდივარ ვითომ წვენებისკენ, რომ აი გაზიანი არაა, მაგრამ იმის შემადგენლობა რო წაიკითხო, უფრო გეშინია მე რა. ზუსტად, მაგიტო გაზიანი სასმელი სუდი სახელია იმ სასმლების, რომელსაც ზოგადად არ უნდა მოიხმარდეთ, ან ნაკლები წილი უნდა ეწიოს ჩვენ რაციონში. ნებისმიერ შემთხვევაში წყლის ჩანაცვლება რომელიმე სხვა სასმლით სრული ჩანაცვლება ჯანსაღყოფის პრინციპში არ ჯდება, მაგრამ გაზიან სასმელში თუ ამასობაში მოვიაზრებ მინერალურ წყალს, ნებისმიერი ქართული მინერალური წყალი გაიხსენეთ და ამ მინერალურ წყალს შევადარებ, არ ვიცი, რომელიმე წვენს, რომელიც გაზიანი არ არის, საერთოდ არ არის გაზიანობა იმის მანიშნებელი ჯანმრთელობის ხარისხი, რომელს უფრო მეტი აქვს. წვენს თუ მინერალურ გაზიან სასმელს. ახლა მინერალურ გაზიან სასმელს უნდა შევადაროთ წვენი, იმიტომ რომ საქართველოში არსებული უმრავლესობა მინერალური წყლების თავისი უნიკალური ფუნქციებით ხასიათდება. კურორტოლოგია ესეთი დარგი გვაქვს, რომელიც შეისწავლის ამ ყველა მინერალურ წყალს და გაუცდები რამდენად განსხვავებული უნარები და ფუნქციები აქვს ორგანიზმში. გართულდა ძალიან. თავიდან ეს ეხება ხოლმე მეგობრებო ამ თემაში, მაგრამ მე რელაგდება ნელ-ნელა. თავიდან გრთულდება, ეხა იმდენი რაღაცები ჩამოთვალა მესმის, როდესაც პირველად ისმენთ ამ საკითხს, როგორი შეიძლება იყოს. ძალიან ცნობილი დიეტები არსებობს, არ ვიცი, კეტო დიეტა, უგულავა, რაღაც გვარები, უსუხიშვილები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯანსაღი სწორი დიეტები არის თუ ყველა დამაზიანებელია, როგორ შეიძლება ამ დიეტებშიც ბალანსი თუ არსებობს მოიპოვა. ნებისმიერი ცნობილი ადამიანის მიერ დაცული დიეტა არ არის აუცილებლად მორგებადი ჩემზე. ასე რომ დიეტებზე როცა საუბრობთ ისეთ დიეტებზე, რომელიც არის უმარილო, მოხარშული, უგემური, ტკივნეული, კალორიული დეფიციტის ფონზე, ჩემი ნერვული სისტემის განადგურების ფონზე და ყველაფერი ნეგატივის ბუკეტი. მაგრამ ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ ნებისმიერი ეს დიეტები რაც ხა ჩამოთვალე, ყველა მათგანი მტკივრდება დროის მოკლე მონაკვეთში სასურველი მიზნის მიღწევას. ნუ დიეტა თავის თავში წონის კლაბაზია ყოველთვის ორიენტირებული. და პლუს ვარაუდობ რომ უნდა შეწყვიტო მე რაღაც დროს. აი ზუსტად, აი ორი კვირაც გავკაჩავ და მე რაც მენატრება და მიყვარს ყველაფერს მივირთმევ. ყველა მათგანი განწირულია. ესეთ სახელობით დიეტები, რომელსაც მე დიეტებად არც კი მოიხსენიებ, იმიტომ რომ დიეტას თავისი განმარტება აქვს, რომელსაც კვების სტილი ქვია. მაგალითად, მცენარეულ კვების სტილს მცენარეული დიეტა შეგვიძლია დავარქვათ. ისევე როგორც კეტოს, ყველა ისეთი კვების სტილი, რომელსაც ზურგი აქვს სამეცნიერო, რომელსაც თავისი მიზნებით ნერგავენ ადამიანები. თუმცა დამახინჯებული არის რაღაც დონეზე. ეს ყველაფერი არის დამახინჯებული. სტატისტიკურად 83% ადამიანების, ვინც იწყებს წონის კლუბის ინტერვენციას, ერთი წლის განმავლობაში უბრუნდება საწყის წონას. 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო ნაკლებია შენარჩუნების პროცენტი. ანუ აქ ყველა ის დიეტებია მოაზრებული, რომელსაც მეცნიერული ზურგი უდგას. სახელობით დიეტებს კლუბებში არ განვიხილავთ საბედნიეროდ, იმიტომ რომ არ ჯდება ზოგადად სამეცნიერო ლოგიკაში. ყველაზე დიდი რისკები დიეტების დროს რა არის? ორი რისკი გვაქვს: ფიზიოლოგიური და მენტალური, ზუსტად ემოციური. ფიზიოლოგიური რისკი მსგავსი არაადეკვატური შეზღუდვების მერე არის მიკრონუტრიენტების, ანუ ვიტამინების, მინერალების დიდი დეფიციტი. რისკი არის ის, რომ დაკლებული წონის უმრავლესობა იქნება ჩემი კუნთური მასა. მე როცა წონას ვიკლებ, მინდა ცხიმი დავწვა. რეალურად არაადეკვატური შეზღუდვებით, დაბალნახშირწყლოვანი დიეტების ფონზე განსაკუთრებულად, კუნთური მასა ხდება მთავარი მსხვერპლი დაკლებული წონის. წარმოიდგინე, გვაქვს 200 კილოგრამიანი ადამიანი. ორივე მათგანმა დაიკლო 10 კილოგრამი. ერთმა რომელიმე სახელობითი დიეტით 3 კვირა ნახევარში მიაღწია მიზანს, მეორემ ამისთვის დაახლოებით 6 თვე ნახევარი გამოყო. 10 კილოგრამიანი დაკლებულიდან პირველ ადამიანს დაკლებული აქვს, არ ვიცი, დიდი ოდენობა სითხე, დაკლებული აქვს 4-5 კილოგრამი კუნთური მასა და მცირედი ცხიმი. მეორე ადამიანმა საბედნიეროდ მაქსიმალური კუნთის მასის შენარჩუნების ფონზე შეძლო და დაუშვათ რაღაც არა ამ ქვეყნიურ სამყაროში, რომ 9 კილოგრამი ცხიმი დაიკლო 1 კილოგრამი კუნთი. უპრერებულ შედარებას ვაკეთებ. აკრეფა ბევრად მარტივია იმ ადამიანისთვის ალბათ. ერთი ის რომ დაუშვათ ორივე ადამიანი დაუბრუნდა წონას. დაუშვათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ადამიანმა მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატურ დროში შეძლო მიზნის მიღწევა, მაინც აქვს გარკვეული რისკები, რომ დაუბრუნდეს წონას. დაუშვათ, რომ ორივე მათგანმა დაიბრუნა წონა, ორივე 100 კილოგრამია.
მაგრამ ერთი ადამიანი, რომელმაც არაადეკვატურად დაიკლო შენი აზრით, რა მოიმატა, რომელმაც კულტურმეს მატება არის ისეთი პროცესი, რომელიც ყველაზე დროშია გაწერილი ჩვენთვის. მეორე ადამიანმა ადეკვატურად დაკლების ფონზე დაიბრუნა თავისი დაკარგული ცხიმოვანი მასა და ორივე ადამიანის კილოგრამი იყოს უბრალოდ განსხვავებული მეტაბოლური პროფილით, განსხვავებული კულტურის მასით, განსხვავებული ჯანმრთელობის პროფილით. და ესეთი ციკლი პირველი ადამიანისთვის მოხდა ცხოვრების განმავლობაში 5 ჯერ. და ბოლოს მივდივართ სიტუაციაში, სადაც ვიზახით, რომ ნებისყოფა აღარ მყოფნის რაიმე შეზღუდვა დაუწევს თავს. იმიტომ რომ ისეთ შეზღუდვას უწესებ, რომელიც არარეალურად შესრულებადია ყოველ შემთხვევაში შენთვის. ამას არ ვსაუბრობ ზემოდან, სწორად გამიგეთ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველა არადეკვატური დიეტა აქვს ნაცადი თავის თავზე, რომელიც შეგვიძლია. ყველა ჭარბწონიან ან და შეიძლება სიმსუქნის მქონე თორნიკეს, მოზარდს ძალიან ბევრი დიეტა უცდია სასურველი მიზნის მისაღწევად. ბორშის დიეტა ხსენია? გამიგია, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს. მარტო ბორშზე ხარ თუ რა? ხო, ერთი კვირის განმავლობაში გვერდება 7-დან 10 კილოგრამამდე კლებას. ზუსტად მახსოვს დიეტები ჯის რომელ გვერდზე იყო. მოკლედ გვერდება დიდი წონის კლებას და დღის განმავლობაში ერთადერთი, რასაც მიერთმევ, არის წვნიანი. ოღონდ წვნიანს ვერ დაარქმევ, იმიტომ რომ წყალში, უმარილოში რა თქმა უნდა, მარილი როგორ შეიძლება წონის კლავისას. ტივტივებს კომბოსტო, ну, რა თქმა უნდა, ჭარხალი და სტაფილო არ აქვს, იმიტომ რომ შაქარი აქვს ბევრი და როგორ შეიძლება წონის კლავისას და ეს კომბოსტოს ნახევრად თერმულად დამუშავებული და ესე მკვდარი კომბოსტო ტივტივებს. მაგას მიერთმევ ყოველდღე და ვიცახი რომ ჯოჯოხეთი თუ არსებობს და იქ მოხვდი, ეს იქნება ჩემი ყოველდღიურობა. მე ვარ იორგი დანებია დაკავებული ყოველდღურად გადარბენებზე საგიჟეთში და ეხაც რო გისმენ მაინც ისეთი დეტალური ცოდნა არის საჭირო, რომ დროის დათმობა სითხოს რა და თუ ეს დრო არ გაქვს, კარგი იქნებოდა რომ არსებობდეს ადამიანების ჯგუფი, რომელიც შენს პერსონალურ, ასე ვთქვათ, კვებაზე იზრუნებდა, შაბლონურად არა რომ დაგიწერს კვებებს და პერსონალურ პროცესს აწყობდა. პროცესს აწყობდა რა. როგორი სიტუაცია გვაქვს საქართველოში ამ კუთხით ცნობიერების ამბავში. ინტერნეტი და ცნობიერება ვახსენე, მაგრამ რეალურად უფრო მეტ ინფორმაციას ვიძიებთ იმასთან შედარებით, ვიდრე ცნობიერების დონე უნდა ამალდეს. პირველი მიზანი არის არა მეტი შევიმეცნო, არამედ რაც არასწორია ის დავანგრიო. უკვე ამის შემდგომ გადავიდეს სწორი ნაბიჯების შენებაზე. სწორედ მაგას ვაკეთებთ აკადემიაში, ერთი ინფორმაციის მიწოდება, სწორი მტკიცებულობაზე დაფუძნებული ნუტრიციოლოგია, რომელიც სრულიად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც შეიძლება ქაოტურად ინტერნეტში მოიძიო. და მეორე აკადემია სულ მალე გახდება წერტილი მარკეტპლეისი ადამიანებისთვის, ვისაც ამ ყველაფრის შემეცნების დრო არ აქვს, დაკავებულია და სურს თავისი ჯანმრთელობას მოარგოს თავისი კვება. არასწორად გქონია რომ მაინდა-მაინც წონის კლება მხოლოდ ჯანსაღი კვების პირველი საფიქრალი. პროდუქტიულობა, ენერგიის გამართული დონე, შრომის მატება, კულტურმასის მატება, ეს არის ის წერტილი, სადაც ჯანსაღი კვება უპირობოდ ლიდერია და ფიზიკური აქტივობა ზოგადად სიჯანსაღის ნაწილში. აკადემია მალე იქნება ადგილი, სადაც შენაირი ადამიანები, რომელთაც დრო არ აქვთ იმისთვის, რომ ეს ამ ყველაფერზე ინფორმაცია მიიღონ და სურთ სანდო ადამიანი იპოვონ, რომელი ადამიანის ერთი მტკიცებულობაზე დაფუძნებული ნუტრიციოლოგიის შინაარსებში იქნება გარკვეული და მეორე ეცოდინება როგორ ემუშაოს სხვა ადამიანს. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ინფორმაციის ცოდნა, არამედ ამ ყოველთვის სხვა ადამიანზე მორგება. მე შეიძლება იდეალურად ვიცოდე, რამდენი გრამი ცილა გჭირდება დღის განმავლობაში. და შეიძლება გითხრა რომ არ ვიცი, ეხლა დავამატოთ დღის განმავლობაში x გრამი ცილა და შენ ჯერ იმ ცილასაც ვერ იღებ, რაც ზოგადად რეკომენდირებულია. ეხლა რა არის შემდგომი სწორი ნაბიჯი შენთვის მაგის გამოყოლა ყველაზე რთული ამბავი, იმიტომ რომ სწორი ნაბიჯებს არ დაუს არაფერი. სწორი ნაბიჯი იქნება რომ დღეში 1000-10000 ნაბიჯის გადადგმა დაიწყოს, სწორი ნაბიჯი იქნება ცილა დაამატორაციონ, სწორი ნაბიჯი იქნება კალორიულ დეფიციტში მოქცე, პირველს რომელს ვიწყებ. ადამიანისთვის, ვისაც ჭარბწონიანობა აწუხებს, რა ალტერნატივებია დღეს? მოკლე გზები, რომელიც არის ბარიატრია, რომელიც ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაღაც მიღწევა გახდა მეცნიერების თუ მედიცინის. კიდე რა გზები არის? არის ქიმიური ჩარევები, მედიკამენტოზური ჩარევები, ოზემპიკი და ასე შემდეგ. პეპტიდური ჩარევა და არის გრძელი, ცოტა ისეთი ნებისყოფა რო გჭირდება და შრომა რო გჭირდება, ისეთი გზა, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე ჯანსაღი. როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა ნავიგაცია, აი რა შემთხვევაში როგორ? ძალიან კარგი კითხვა გიო. იმ არადეკვატურ დიეტებს საუბარს მორჩით. მაგას აღარ განვიხილავ საერთოდ დღევანდელ მიმართებებში დიეტებს, როცა ვეძახი, ესე იგი კვლევაზე დაფუძნებულ კვების სტილს გულისხმობ. ეხლა განვიხილოთ რა მიდგომები აქვს მედიცინას სიმსუქნის როგორც დაავადების მკურნალობაში. და რა მიდგომებია მეორე, რომელსაც ქცევით ცვლობას დავარქვევდი. შენ ხარ გძლივი, რომელიც ყველაზე სწორია.
თავისი ადგილი სწორ დროს უჭირავს ბარიატრიას. განსხვავებული ტიპის ჩარევები, განსხვავებული მექანიზმები შემოდის ბარიატრიულ წონის კლების მკურნალობაში, რომელსაც თავისი ჩვენება აქვს. რომელსაც თავისი დრო აქვს, თავისი მოსამზადებელი პერიოდი აქვს და პროცესში ჩართულია პროფესიონალი ექიმი, ენდოკრინოლოგი და არა მარტო და ფსიქოლოგი, რომელიც ამ პროცესში გამზადებს წინარე პროცესისთვის და გამზადებს იმისთვის, რაც გელოდება ოპერაციის შემდგომ. არის ესე იდეალურად გამართული, აი მართლა არის ფსიქოლოგი რომ იხვალ ადამიანი, ანუ ქართულ რეალობაში. კი, არის ეს ყველაფერი, ოღონდ ადამიანს უკვე მზაობა უნდა ქონდეს ამისთვის. და მეორე ალტერნატივა ქვეყნის გარეთ გავიკეთო, რომელიც შედარებით უფრო სწრაფად გამიკეთებს და გადამაბიჯებინებს ამ ნაბიჯებს, რომელიც მერე დამატებით ნეგატიურ შედეგებს იწვევს ხოლმე. ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ამბავი მოწყობილია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ სწორ დროს სწორ ადამიანს მივმართო, რომელიც ამას გამატარებს, იმიტომ რომ შესაძლოა მის ჩვენება აქვს ბარიატრიას, მაგრამ როცა საქმე სამედიცინო დადგება ის რომ წონის კლება ეხლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია და წონას თუ არ დავიკლებთ სწრაფად ის ნეგატივები რაც დაგროვდება, თუ გადააჭარბებს ჩარევის შემდგომ მიღებულ ნეგატივებს, მაშინ არის სწორი არჩევანი ასეთ ჩარევას გაკეთება, იმიტომ რომ გვერდით მოვლენები აქვს ყველაფერს. მათ შორის ბარიატრიულ ქირურგიას. მნიშვნელოვანია შენ რა მდგომარეობაში ხარ ფიზიკურში, შეიძლება სხვა რაღაცეებით კონდეს პრობლემა ადამიანს. აუცილებლად თანხლები და დაავადებები. და კვლევები ალბათ ამას ემსახურება წინასწარ. აბა რა, ზუსტად წინასწარი კვლევები როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური სტატუსის დადგენა და მომზადება პროცესი, რომელიც არ სრულდება შემდგომ. ხო, ეს არის მალნუტრიციის მენეჯმენტი, ზოგიერთი ვიტამინის და მინერალის მუდმივ რეჟიმში კონტროლი და მიღება, იმიტომ რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ მალნუტრიცია არის პირველი, რასაც უნდა დავაკვირდეთ და ისეთი გვერდით მოვლენები, რომლებიც სტატისტიკურად გვაქვს, რომელიც სხვა პრობლემებს იწვევს. ეს შეიძლება იყოს რეაქტიული ჰიპოგლიკემია, ეს შეიძლება იყოს დემპინგ სინდრომი, რომელიც მერე ცხოვრების ხარისხზე აისახება. ასე რომ გვერდით მოვლენები აქვს ყველაფერს, თუმცა ჯერჯერობით ბარიატრია სამედიცინო სიმსუქნის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია იმის კუთხით, რამდენი პროცენტს დავკარგავს სხეულის მასის ბარიატრიის შემდგომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. და დაბრუნება წონასთან როგორ არის? მან ეგ სტატისტიკა? მე არ მაქვს მომზადებული სტატისტიკა, შემიძლია რომ გითხრა, მაგრამ ერთ-ერთზე ადამიანთან მუშაობისას არაერთი შემთხვევა ყოფილა უკან წონის დაბრუნების. იმიტომ რომ შემდგომ ოპერაციის შემდგომ მათ შორის პროფესიონალები გეუბნებიან, რომ აბა ეხლა ქცევითი ცვლილება მთავარი. რომ ჩემი შემცირებული კუჭის პორციის ფონზე ადეკვატური ოდენობით ნუტრიენტები მივიღო და ისეთი ქცევითი ცვლილობები დავნერგო, რომელიც ხანგრძლივად შესრულებადი იქნება. ბარიატრის შემდგომ მიღებული შედეგები ერთ დღეში, ორ დღეში, ერთ თვეში, ორ თვეში არ ბრუნდება. ამიტომ გვაძლევს პერიოდს იმ წარმოგიდგენთ ბუფერულ პერიოდს, სადაც აბა მოდი უკვე დავიწყო ცვლილობებზე ზრუნვა, ქცევითი ცვლილობები შემოვიტანო საქმეში და ერთადერთი სწორი გზა შენარჩუნების უკვე აქ შემოდის, რომ ქცევითი ცვლილობა დავამთხვიო ამ ჩემს ინტერვენციას და შედეგს ზუსტად. მეორე ნაწილი, რომელიც უფრო ეფექტური ხდება ნელ-ნელა, ეს არის ოზემპიკით გусმენია ეს მედიკამენტები, რაც პოპულარულია საქართველოში. უკვე რაღაცა ლამის კრემებში გთავაზობენ. ბევრი სახელი აქვს, ერთ-ერთი სახელი ამ მედიკამენტის არის ოზემპიკი. თუმცა აქტიური ნივთიერება, რასაც ვუძახით, ეს არის GLP-1. ეს არის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდია რეალურად, რომელსაც სხვათა შორის ჩვენი ორგანიზმის პეპტიდი არის ცილოვანი წარმონაქმნი. ოკეი. ჩემი ორგანიზმი ისეთ წარმოქმნის. რაც მადასთან არის კავშირში, ხო? ძალიან კარგი შეკითხვა. პირველი კითხვა რაც ისმის, რის ხარჯზე იწვევს ოზემპიკი და სხვა GLP-1 მედიკამენტები წონის კლებას. 99% შედეგების მოდის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მადის ცენტრის დაქვეითებით. მადა დამიქვეითდა და დაქვეითებული მადის ფონზე კვება აღარც მახსენდება, როგორი უცნაური მოცემულობა არა, როცა კვება არ გახსენდება, მით უმეტეს ადამიანებისთვის, ვისაც კვება გვიყვარს, გვაბედნიერებს და ერთ-ერთი სიამოვნების წყარო, რომელიც ასე უნდა იყოს. ქართული სამზარეულოს შემხებლობის ფონზე. ძალიან საინტერესო ამბავია, ერთი ის, რომ ჩემი ორგანიზმი ისე წარმოქმნის მას, ოღონდ სხვა მცირე დოზებით და მცირე მოქმედების პერიოდი აქვს და მეორე საინტერესო ამბავი არის ის, რომ ეს მედიკამენტები პირველად გამოყვეს რეპტილიისგან. Hyla monster ქვია ამ რეპტილიას, რომელსაც შენიშნეს, რომ წელიწადის განმავლობაში 4-ჯერ შეუძლია იკვებოს. ძალიან ნელია და არ ვიცი პირიღია თუ არა აქვს, თავი თავის არ ჩაუხდა, ვერ ნადირობს. აკითხვა და ეს როგორ გადარჩა ერთი და მერე როგორ არჩივდება ეს პერიოდი. ნოყოდ ამ რეპტილიისგან გამოყვეს ცილა, რომელსაც დაარქვეს extending 4. extend გაფართოებას ნიშნავს გაწელვას და გაფართოებული 4. გაფართოებული 4 და 4 დაარქვეს, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმში შეყვანისას 4 საათი ასრულებდა თავის ფუნქციას. იქ 4 თვე
ადამიანს რო გემში 4 საათი. ეს მედიკამენტი შეიძლება ოზემპიკი გუშინ წინ გავიგე და მგონიო რაღაც ახალია, არა და 20 წლების განმავლობაში ხდება მისი კვლევა, რომელიც ორიენტირებულია ტიპი 2 დიაბეტის დროს მადის დაქვეითებისთვის. წონის კლებაზე პირველი და ამასობაში გლუკოზის მენეჯმენტზე და აი უკვე მსგავს მედიკამენტები შემოვიდა წონის კლების თვის. ანუ იგივე აქტიური ნიუტრირება უბრალოდ განსხვავებული დოზებით და ოზემპიკის მიღმა არის, არ ვიცი, საქსენდა მაგალითად იგივე მედიკამენტი, თუმცა რომელიც წონის კლაბაზეა ორიენტირებული, მოუნჯარო შემოდის, ანუ უფრო ვითარდება რამდენ წერტილზე მოქმედებს ადამიანის ორგანიზმში. იძახიან რომ ზრდის ენერგიის დანახარს, ძალიან მცირედი ზრდის ენერგიის დანახარს 99%. შედეგების მოდის მადის დაქვეითებისგან. ამასობაში კუჭის გაწელვის სისავსე, კუჭის სისავსის გრძნობა უფრო ადრე დგება და თავისი რისკებიც აქვს. რა თქმა უნდა, ლეიბლი უნდა წავიკითხოთ და ვნახოთ, რომ არის მაგალითად ფაირსები. მაგის კითხვა ტექნიკაზე არ გვიყვარს და ეხლა მედიცინის სწავლებზე გვაკითხი კიდე. სანამ დავიწყებთ, ამ მედიკამენტს არ ვიწყებთ არც შემთხვევაში სამედიცინო პროფესიონალის ზედამხედველობის გარეშე. იმიტომ რომ ბევრი პროცესია, რომელიც სამართავია გლუკოზის დონე, ფაირსებრი ჟიგულის ფუნქცია და ამ მრავალწერტილი. მაგალითად დავნიშნეთ, ჩავთვალა პროფესიონალმა სამედიცინო დაწესებულებაში, რომ გვჭირდება პროცესის თავად ბარიატრია არ გვინდა, მაგრამ ეს გვჭირდება. პროცენტულად სხვათა შორის ნელ-ნელა მიუახლოვდება ბარიატრიის შედეგებს. მაგალითად, ბოლო მედიკამენტი გვირდებიან, რომ უფრო აიხვეწება და დაახლოებით სხეულის მასის 25%-ს დამაკლებინებს წელიწად ნახევარში, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ბარიატრიასთან. 33% აქვს ბარიატრიის. დაახლოებით განსხვავებული სახეების პროცენტებია ცვლობა. აქამდე არც ერთი წონის კლების ინტერვენცია არ შექმნილა. გარედან მისაღები დამხმარე ოპერაციის გარეშე, რომელსაც ესეთი შედეგები მოაქვს, ესეთი ყველაზე ნაკლები გვერდითი ეფექტების ფონზე, გვერდითი ეფექტები აქვს, მაგრამ ქირურგიულ ჩარევას მაინც რაღაც შობია წავით, რა ვიხარ ინვაზიურია, ცალსახად ინვაზიურია და მისი გართულებები ბევრად უფრო ჩამორჩება სხვა ტიპის გართულებებს. თუმცა გვაქვს მაგალითად ერთ-ერთი ნეგატიური გვერდითი ეფექტი, რაც ნანახია არის, აი ძვლის გამოფიტვა ორივე ეძახიან. თუმცა მე სტატისტიკურად არც ნახეს, ეს ყველაფერი ზუსტად ისევე დაგვემართება მე რო სუხიშვილობის დიეტას მიყვებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ანუ კალორიული დეფიციტი და მალნუტრიციის ფონზე ხდება ეს ყველაფერი. რის გამოც ამ დროს უფრო რეკომენდებულია რომ მედიკამენტების ჩართულობისას მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ შეიოდეს შენი საჭირო ნუტრიენტული დოზა უნდა მიიღო. ასე რომ მალნუტრიცია კი რომ დავიმართო ამ ჩარევით, არამედ პირიქით. უნდა შეუწყო ხელი მადის რეგულაციის ფონზე კალორიული დეფიციტი შევიქმნა და ამასობაში ყველა ნუტრიენტი შევიფსო, რომელიც მჭირდება. კიდევ ერთხელ, ეს არ არის 5 კილოგრამის დაკალბამი და ზაფხულამდე მედიკამენტი და ჩარევა. ეს არის შესაბამისი სხეულის მასის ინდექსის ფონზე სამედიცინო დაკვირვების ქვეშ განსახორციელებელი ჩართულობა, რომელიც საინტერესოა ექიმთან ერთად და ძალიან მაინტერესებს, რა შემოგთავაზებს მომავალი ამ მედიკამენტებით ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა და ფიქრობ რომ გადაატრიალებს მთლიანად წონის კლების ინდუსტრიას. არწმუნებული ვარ, ტექნოლოგიები კიდევ უფრო წამოეწევა და ესე ვთქვათ, კვლევები და ასე შემდეგ განვითარდება და შეიცვლება კიდევ უკეთესობისკენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ხა მე როგორც რაღაცა ჩვეულებრივმა ადამიანმა ესეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ არ არსებობს გზა წონის კლების და ჩანსაღიკვების და ასე შემდეგ და შენარჩუნების რაც ყველაზე მთავარია, რომელსაც არ ვიცი, მარტივად ფულით იყიდი. ანუ შენი საკუთარი შრომის, ნებისყოფის, ქცევის, ცვლილების, ქცევის გამოსწორების და გაგზობითობის გარეშე შანსი არა გაქვს. კი რაღაცები უფრო მოკლეა, უცებ შედეგი იქნება, მაგრამ თუ გინდა დარჩენა, მაინც შენს საკუთარ თავთან უნდა იმუშაო, როგორც ბევრ სხვა თემაში. სამწუხაროდ ესეა, თუ საბედნიეროდ. მე მგონია რომ საბედნიეროდ. იმიტომ რომ საკუთარი თავის გაცნობა და საკუთარ თავთან ბრძოლა თუ მუშაობა თუ განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე ცხოვრების ნებისმიერი მიმართულებით და გზაზე. სანამ კიდე დამატებით ბევრ მნიშვნელოვან ზოგადსაკაცობრიო თემებს შევეხებით, პატარა თამაშივით მაქვს გამზადებული და მაინტერესებს შენი აზრი. ანუ მინდა რომ უპასუხო, რომელი ჩვევა უფრო აზიანებს ორგანიზმს. შეიძლება ორივე აზიანებს, მაგრამ აი უფრო. საინტერესოა ისეთი, არა მეცნიერულ და არა სამედიცინო ასოციაციების აღებით. დღეში 2 ენერგეტიკული სასმელი თუ დღეში 4 ჭიქა ყავა. ეს ენერგეტიკული სასმელი შაქრით არის თუ უშაქრო? let's say უშაქრო, აგერა გვაქვს Red Bull-ი უშაქრო. 2 ჭიქა ენერგეტიკული სასმელი. კვირაში ერთხელ ტორტის ნაჭერი თუ კვირაში ერთხელ კარტოფილის ჩიპსი. აი, ძალიან ისეთი ჩიპსები რო არის, მე არ მიყვარს რა. სხვათა შორის კვლევა ამაზე კოეფიციენტი აქვს მინიჭებული, რამდენ წუთს გართმევს სიცოცხლის თითეული ჯანკ საკვების მიღება. მართლა? და კარტოფილი ფრი ტოპ 3-შია.
ასე რომ კარტოფილი ფრაი. ანუ ტორტ მივაწვეთ. კაი ბიჭო თუ ტორტია, იყოს ტორტი. კვირაში 1 ლიტრი ღვინო თუ კვირაში 2 ლიტრი ლუდი. ძალიან დიდი განსხვავება 1 და 2 ლიტრის შორის, ასე რომ 2 ლიტრი ლუდი. მიუხედავად იმისა, რომ 1 კვირაზე ასაუბე. ყოველდღე ახლა როგორც სხვა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამასთან კიდევ ერთი კვლევა გამოვიდა ალკოჰოლის დადებით თვისებებზე და ნეგატიურზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს binge eating-ია თუ დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში ყოველდღე გადაანაწილებული. განსხვავებული მეტაბოლიზმი. ერთჯერადად მიიღებ თუ არა? აი, მთელი განსხვავება მანდ არის. ერთჯერადად მიიღებ ლიტრანახევარს თუ კვირაში ყოველდღე 1 ჩიქას. ყოველდღიური 6 საათი ძილი. თუ ყოველდღე 10 საათი ძილი. იცი რომ სტატისტიკურად ორივე დაკავშირებულია ნეგატიურ გამოსავალთან? ალბათ 6 საათი ძილს მაინც ვიტყოდი. 6 საათი უფრო აზიანებს და უფრო ის არის? ხო. 10 საათი ძილის მერე. იმიტომ ნახე 10 საათი ბუნებრივად როგორც წესი არ გძინავს. შეიძლება 10 საათი ეძენოს ორჯერ დღეში ორჯერ ათლეტს, რომელსაც ფიზიოლოგიურია. რომ მიგიშვა თუ წინა დღეებში 6 საათი არ გნაძინები, დღეს და ხვალ 10 საათს არ დაიძინებ. ოკეი. ხო, ჩვენაში გაქვს. და მაგიტო ალბათ 6 საათი ძილი ყოველდღიურად ვიტყოდი რომ უფრო დამაზიანებელია. კვირაში 1 დღე სრულიად უჭმელობა, აი მოდაში რო შემოდის ხამე რომ აი ცხეულს გავიწმენთ 24 საათი არ შევჭამ. თუ ყოველდღე საუზმის გამოტოვება. მთელი კვირის განმავლობაში. რომელი უფრო ნეგატიურია? ხო. ორივეს თავის გამოყენება აქვს, მაგრამ გაუაზრებლად 1 დღიანი სრული შემშელი. უფრო ნეგატიურია. ალბათ მომზადებლადაც და მე სწორი დაწყებითაც. ზუსტად მომზადებლად და გაუაზრებლად და სხვა მიზნებისთვის 1 დღიანი სრული შემშელი. საინტერესოა. ესეთ თამაშს გავყვებოდი. სულ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან გასაგები ხდება რაღაცეები, რაღაც მას რო არ ვიძახით მალ, ნუტრიც, პეპტიდები და რაღაცას რო არ ვიძახით ხოლმე რა. მაგრამ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ გჭირდება. ხშირად მესმის რომ ვეგანური კვება უფრო ჯანსაღია, ვიდრე ცხოველური საკვების მიღება. სად არის ბალანსი, სად არის სიმართლე და ხორცი თუ უნდა ჩავანაცვლოთ, ითი. სცენარეული კვების სტილი, რომელიც სპექტრია რეალურად, შეიძლება ვეგანი ვიყო, შეიძლება ვეგეტარიანელი. ვეგანი ვარ ადამიანი, როცა ცხოველურ საკვებს არ მივირთმევ, ხორცს, რძის პროდუქტებს, კვერცხს და არც ცხოველთან დაკავშირებულ პროდუქტებს შეიძლება არ მივირთმევ, მაგალითად თაფლს, რომელიც ფუტკრის ნაწარმია, შეიძლება არ მივირთმევ ვეგანური კვებისას. მაგრამ სპექტრია და როგორც წესი, სცენარეული კვების არჩევანი არის არა წონის კლებისთვის. უფრო ხშირად ეს არის რელიგიურ, მორალურ, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული. შესაბამისად, სცენარულ კვებას რატომ ვირჩევ ეს არის კითხვა და ამ სპექტრზე სავდგავარ. ანუ როცა შემოდის უკვე ნებისმიერი ნუტრიენტული დეფიციტი, კითხვას ვამ რა მოვიღე რაციონიდან. ბოდიში რა, შენ ახლა დაიწყე რომ სცენარულ კვებას ვირჩევო და ხალხი სცენარულ კვებას კი არ ირჩევს. იმას არ ირჩევს, მე ესე მგონი, აი ხორცის ჭამას და რძის პროდუქტებს არ ირჩევს. და ურჩებათ აქეთ მე რაღაცები კიდე სცენარული კვების სტილი არჩევანია. მაგალითად შეიძლება მე მივყვებოდე ვეგეტარიანულ დიეტას, ან პესკეტარიანელი ვიყო, ეს ნიშნავს, როცა ადამიანი მიირთმევს სცენარულ საკვებს, რძის პროდუქტებს, კვერცხს და ზღვის პროდუქტებს. ყველაფერს ხორცის გარდა. მხოლოდ ხორცს არ მიირთმევს, იმიტომ რომ ბავშვობიდან არ მომწონს, არ მსიამოვნებს, ცუდად გრძნობ თავს და ვარ პესკეტარიანელი, ამიტომ ანუ ეს არის უცებ კითხვა, რატო ვირჩევ და სწორი ხარ, იმას არ ვჭამ და საბოლოოდ ეს მრჩება. სცენარული კვების სტილი ბევრ დადებით წერტილთან ასოცირდება კვლევებით. მაგალითად, ეს არის ტიპიური დიაბეტის მენეჯმენტი, ეს არის წონის კლება, ეს არის ძუძუს კიბოს და სწორი ნაწლავის სიმსივნეების შემცირებული რისკი. პლუს აი სიმსუბუქე და უკვე მენტალური და შეგრძნების ხარისხი, რომელსაც სცენარული კვლევა მანიჭებს. მე მომისმენია მსგავსი ადამიანებისგან ჩაგერთვები ბოდიში, რომ აი ხორციო ცხეულში რჩებაო ძალიან დიდი, როცა მიირთმევო რა. დიდი პერიოდის განმავლობაში და რაღაც ისეთი არისო რა და ეგ შეგრძნება აქვს. რატომ არის კარგი რაღაცები დაკავშირებული სცენარულ კვებასთან? მაშინ როცა რაღაც სუდები შეიძლება იყოს დაკავშირებული ხორცის მჭამელ ადამიანთან. ეხლა გეტყვი ლოგიკას. როცა ვიწყებ სცენარული კვების სტილზე, თქვი რომ ხვალიდან ვეგეტარიანულ კვებას მივყვები. და ამასობაში რომ თქვი რომ ვეგეტარიანულ კვებას მივყვები, ჩემი იდენტობა შეიცვალა და თქვი რომ ხვალიდან უფრო ჯანსაღი ვარ. როცა დავიწყებ სცენარული კვების სტილის მიღება, ერთი რა მოვიღე საკვები რაციონიდან, მაგალითად ის ყველა ნახევარ ფაბრიკატი ხორცეული, რომელიც არ წაადგება ჩემ ჯანმრთელობას, კარგი ესენი ამოვიღე. ამასობაში და ბროკოლის მეტი ჭამა დავიწყე სიტყვაზე. ბროკოლიების და რა ხდება ეხლა ეს ბროკოლი მამა შენაა? კარგი, როცა გადავწყვიტე რომ ჯანსაღი ვარ და ბროკოლის მივირთმევ, ისე დროს ხო არ ვიძინებ, რომელიც უფრო მორგებულია ჩემი ძილის რუტინაზე. ხო არ დავიწყე 1000 ნაბიჯით მეტის გადადგმა და ვარჯიში, ხომ არ დავიწყე ჩემი სასიყვარულო ურთიერთობის მოგვარება, ანუ იდენტობის ცვლობას ყველა სხვა ნაბიჯი, რომელიც მოყვა, რომელიც
აკუმულირებულად გვაჩვენებს ყველა დადებიც. ეხლა მოდი ავიღოთ იგივე ხორცის მჭამელ ადამიანზე, ვინც მიირთმევს ხორცს, კარგი, ეხლა რა ხდება ხორცში ცუდი, რატომ არის დაკავშირებული სიმსივნეების მომატებულ რისკთან. ხორცს თუ მიირთმევ, ალბათ მიირთმევ ბურგერს. ეხლა ამ ბურგერს რა აქვს ესეთი ცუდი კი, მაგრამ და ჩამოვთვალოთ რამდენი. ხო, ეხლა ბურგერს რომ მივირთმევ, ბურგერთან ერთად გვერდზე კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელი ხომ არ აქვს? ანუ ამასთან ერთად ლუდს ხომ არ ვცვამ, ამასთან ერთად ფეხბურთს ხომ არ უყურებ და ღამის 2 საათზე ხო არ ვიძინებ და მე მეორე დღეს რო ვდგები უფრო ლეთარგიული ვარ არ მოძრაობ და აქაც მიეწყო. ანუ ვიცოდეთ რომ მსგავსი სტატისტიკური კორელაციები, რომელსაც კვლევები გვანახებს და სათაურს ამოიღებს და გამოაჭენებს, ყოველთვის არის რაღაც დაფარული მის მიღმა, რომელიც აკუმულირებად ეფექტს გვაძლევს. საერთო ჩვევები და საერთო ადამიანის ქცევა, რომელსაც ჩემი აზრით უკან საფუძვლად უდევს ჩვენი ერების, არ ვიცი, სამეზობლოსი თუ საქართველოსი თუ ზოგადად საზოგადოებრივის წინა პერიოდები, როცა არ ვიცი, საკვები ჭირდა, როცა ცივი მჭადით შაქარი იყო, როდესაც ეს შიმშილის მომენტი თვითგადარჩენასთან იყო დაკავშირებული და ეს ინსტინქტი ქვეცნობიერში მე მგონი მოყვება, რომ შივრები არ დავრჩეთ. ეს არ მარტო ჩვენი პრეისტორია, არამედ ზოგადად ნებისმიერ ადამიანში როგორც ცხოველში დევს, ყვება ასოცირებულია მეტ გადარჩენადობასთან. მაგრამ ჩვენთვის უფრო მწვავედ არის, იმიტომ რომ პრეისტორია გვაქვს და იმიტომ რომ ჩემი მშობლებს ახსოვს პერიოდი და ბებია ბაბუა, სადაც ფული უნდა მივატანო ყველაფერს, იმიტომ რომ მეტი ენერგიის წყარო მქონდეს და თემში არაფერი დავტოვო, თორე მახინჯი ცოლი მაყოლებდა. ეს ყველაფერი შემოსულია იქნა გამნერა, რაც ჩემ თქვი ისტორიულად, მაგრამ ისტორიაც რომ არ იყოს ევოლუციურად ჩემში ზის საკვების და გადარჩენის კორელაცია. იცი რა, კარგი და ცუდი ესე მარტივად ვერ ვყოფთ და არასდროს არ გითქვამს ახლა ამ საუბარში, რომ აი ეს კარგია, ეს ცუდია, ვერ იტყვი, ყველაფერს ავიხარი აქ. თუმცა მე მგონია, რომ რაღაცა პროცენტულობით, რაღაცა დოზით აქვს საფუძველი პირობითად ხორცზე რაღაცების ფიქრსაც და მცენარეულ საკვებსაც რაღაც უფრო სიმსუბუქესთან რო ასოცირდება, იმიტომ რომ კი, აბა რა. არ ვიცი, რელიგიური ჭრილითაც რო შევხედოთ ამ საკითხს. წმინდა მამები ოდითგანვე, ანუ მარხვაც ხო ამასთან არის კავშირში, რომ რაღაც ხორცი აღვიძებს სხეულის, არ ვიცი, რაღაცეებს, როდესაც ხორცი ღებნებები იღვიძებს, რაღაც ესეთი პარალელები არსებობს. კვებითი სტილის ხანგამოშვებითი შეზღუდვები, იქნება ეს მცენარეული კვების სტილი, მარხვა, იქნება ეს ფასტინგები, რომელიც სხვა რელიგიებში ძალიან ღრმად არის ჩაშენებული. რაღაცა ტიპის შეზღუდვები, პერიოდული შეზღუდვები წლიდან წლამდე ბევრ რელიგიაში ხდება და ეხლა კითხვა ისმის რატომ გაიდგა ეს მყარად საფუძველი თუ შესაბამისი ჯანმრთელობის ან ემოციური ან ფსიქოლოგიური ბენეფიტები არ აქვს და ბევრი აქვს. კონკრეტულად მნიშვნელოვანი არის ის რომ პერიოდულია. ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი კვების დროს მეომრები კვირის განმავლობაში ირჩევდნენ განსხვავებულ კვების სტილებს. ორშაბათი და რომელიღაც კვირის, თქვათ, ხუთშაბათი მცენარეულ კვებაზე იყვნენ, ზოგიერთი დღე მხოლოდ ფასტინგზე იყვნენ, ზოგიერთი დღე მხოლოდ ცხოველურ საკვებს ჭამდნენ და რძის პროდუქტებს ჭამდნენ. ანუ ხანგამოშვებითი შეზღუდვები და ამით ზოგადად მე მივესალმები ამას უცხო მეტაბოლურ მოქნილობას. მივესალმები გაცნობიერებულად. კუნთის გავარჯიშებასავით არის? ზუსტად გაცნობიერებულად ახალი კვების პრინციპების დანერგვას შემცხოვრებაში, იმიტომ რომ დავაკვირდე. ოღონდ იმის ფონზე რომ ვიცი მის ნეგატივები და ვიცი მისი სარგებელი და ეს ყველაფერი პერიოდული. ყველაზე კარგად წარმართულ კეტო დიეტასაც კი ჭირდება ციკლური მიდგომა. ერთი სიტყვით რომ შევაჯამო, ყველაზე მნიშვნელოვანია ბალანსი ხალხო, ყველაფერში. ზუსტად. ბავშვებზე მინდა რომ კითხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მამისთვის ახლა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 6 წელს გადაცდა კი რა და ჭიდილი გვაქვს ხოლმე ხანდახან რა. გასათვალისწინებელია ის, რომ ალბათ პირობითად ბაბუა ჩემს და ბაბუა შენს რო ესაუბრათ ამ თემაზე. ეხლა ჩვენ ალბათ ნაკლები შრომა მოგვიწევდა ჩვენს ქცევებზე, კვებებზე და ასე შემდეგ. რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან სწორატკვებაში, რომ მე ამ პრობლემებში არ იყვნენ ისევ ბავშვები. ბავშვთა და მოზარდთა ნუტრიციოლოგია კიდე ცალკე სხვა სფეროა. როგორც სპორტული ალბათ. როგორც სპორტული. მაგასაც მივხედავთ, მაგისთვისაც მოვიცლით. ყველაზე პირველი ქველოგიკა რაც დგას, არის რას ჭამს ბავშვი, რასაც არ უნდა ჭამდეს კი არა. რას არ ჭამს, რასაც უნდა მიერთმევდეს. ვერ წარმოიდგენ მოზარდის და ბავშვის კვებაში რამდენად ბევრ ამას დაალაგებს სწორი პროდუქტების შემოტანა. აკრძალულზე ფიქრი მხოლოდ ნეგატიურს მოგვიტანს, ემოციურ ნეგატიურ დამოკიდებულებას ისე ჩამოუყალიბებს, რომ დღეს და ხვალ მშობლის თვალწინ თუ არა, სხვა დროს სხვა ადგილას იჩენს თავს და კიდევ ერთხელ
მე ვარ აქ ოღონდ ამ დროს ხა ჩემი შემოშობილი გერ მიზღუდავდა მე თვითონ ვირჩევდი რომ შემეზღუდა ასე რომ თქვენს შვილებსაც დააკვირდით მით უმეტეს გარდატეხის ასაკში როდესაც იცვლება მით უმეტეს გოგოების ფორმები იცვლება სხეულის დისმორფია აქ ნაცნობი მოცემულობაა და ყოველთვის დააკვირდით არაადეკვატური შეზღუდვები არ დაიწყონ თავისი წონის მენეჯმენტისთვის რომელიც ბუნებრივი პროცესია ამიტომ პირველი ლოგიკა რაც დგას არის რა უნდა შემოვიტანოს საკვებში რაც არ მაქვს და რაც მაკლია და NIH-ის National Institute of Health-ის ძალიან კარგი გაიდლაინი შემიძლია გამოგიზავნოთ და დავლინკოთ როგორ უნდა იყოს ცილა-ცხიმი ნახრწალის სითხე და კალორიების გადანაცვლებული მოზარდების შემთხვევაში ასაკობრივი ჯგუფებით მას მივყვეთ და პირველი კითხვა დავსვათ რა არის შემოსატანი რაციონში და რაც უფრო ადრეული ასაკიდანვე დაიწყებს ბავშვი საკვებთან ურთიერთობას თამაშს და მომზადებას მით უფრო უკეთესია. მაგაზე უნდა ჩაგიკითხო, იმიტომ რომ აი ეს მოსაზრება გამიგია შენგან, რომ სახელით შეხება, თამაში არის პირიქით შესაძლებელი, იმიტომ რომ რაღაცნაირად იაზრებს ბავშვი და რაღაც თავისი ახსნა აქვს, რომელსაც ალბათ ახსნი. მაგრამ ჩვენი მშობლებისგან და ყველასგან გვახსოვს, რომ არ შეიძლება ნუ თამაშობ, ნუ ეხები თუ არ ვიცი, ხო ხდები რა საკვებთან. ისევ ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, რომ ერთი პური გვაქვს სახლში და ეხა თამაში არ გამაგონო პირობითად. რატო არის აუცილებელი ბავშვისთვის კი არა ჩვენთვისაც საკვებთან რაც ფიზიკური ურთიერთობაც. გაცნობიერებული კვების პრინციპის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ყველა გრძნობის ჩართვა საკვებთან მიმართებაში. მარტო გემო კი არ გავუგო საკვებს. ფიზიკურად შევეხო, სუნი გავუგო, შევხედო ბავშვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ითამაშოს საკვებით, მათ შორის უმის საკვებით. არ მოგერიდოთ, ნუ იმის მიხედვით რომ იმის მიხედვით რომ ხა ცოტა ფქვილი კონკრეტულ პარამეტრებს ასოცირდება, ფქვილს დავანებოთ თავი. კარტოფილი ავიღოთ იმის ფონზე რომ კარგად გარეცხილია, არ მოგერიდოთ ბავშვმა ხელში აიღოს, უსუნოს, ენამიადოს და იგივე გააკეთოს თერმულად დამუშავების მერე, როცა მოუხარშავთ, შევწავთ ან გამოვაცხობთ კარტოფილს. ანუ აი ეს პროცესი რომ მომზადებელ და მომზადებულ პროდუქტთან აქვს შეხება ერთნაირად ამითი გადაჭრის პრობლემას როცა ვიძახით რომ ჩემ ბავშვს ბევრი საკვები არ უყვარს პირველი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამბავი არის იმ საკვებთან რომელთან აქამდე შეხება არ ქონია შეიძლება არც უყვარდეს არც მოგთხოვოს როგორ გავაკეთო ისე რომ თამაშის პროცესით სხვადასხვა მრავალფეროვანი და ფერზე გამახვილოთ ყურადღება მრავალი ფერის ბოსტნეული შემოვიტანოს თამაში ცისარტყელა ავაწყო ფერებით რომელთაც თვითონაც ისიამოვნებს ჯარისკაცებად დავჭრა თვალები გავუკეთო ზეთის ხილით და საშუალება მივცე ბავშვს პროცესში იყო ჩართული ფოტოები გადავუღო და სოციალურ ქსელში ავტვირთო და მე ერთად ვიზეიმოთ ყველა და უფროსების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ზოგადად უფროსების შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაინდა-მაინც თამაში თუ არ დავარქმევთ არ ყველაფერს ვთქვათ რომ ყველა გრძნობა იყოს პროცესში ჩართული მზარეულებს ხშირად გაიგია ხო საკვების მომზადების პროცესში ვამთავრებ და მე მადა აღარ მაქვს ძალიან ხშირად აქ მარტო ის არ არის რომ გასინჯე და ყველა რა ეხა ორი უკმა რომ გასინჯე მაგით ყველა კალორია მიიღე პროცესია საკვებთან გაქვს შეხება უმი მზა პროცესში ცოტათი ნაყრდებით არაკვევითაც ესე გამოდის ზუსტად ცოტათი ნაყრდებით არაკვევითაც ისევე როგორც შემიძლია მე ხა წინ საკვები არ მომდოს და მომშვიდეს წარმოვიდგინო ძალიან საინტერესოა ის ნაწილი რომ ჩემს ორგანიზმს განსხვავებული წერტილები აქვს მიღებული საკვების აღქმის ფიქრობ რომ ჩემ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სადაც მადისმა რეგულირებელი ცენტრია მოთავსებული მე რომ წინ საკვები მიდევს რომელიც აქამდე უკვე არაერთხელ მივირთვი იქიდან გამომდინარე რამდენი ენერგია მაკლია ჩემმა ორგანიზმმა უკვე წინასწარიც რამდენ საკვებს მიირთმევს და რამდენი დაანაღრებს ძალიან საინტერესოა მაგრამ საკვები ზუსტად პირში მოხდება და პირიდან მერე ნაწლავებში სადაც დამატებითი პროცესები იწყება მერე და შემხებლობა აღქმა იწყება რომ საკვები მოვიდა და დავნახდე მაგამდეც კი უკვე წინო საკვები მიდევს თითქოს წინასწარ იცის ორგანიზმმა რამდენ კალორიას შეივსებს მოცემული ულუფიდან ძალიან საინტერესოა. და ბავშვების შემთხვევაში მინდოდა მეკითხა ტკბილის მოთხოვნილება, არ ვიცი ალბათ სხვებთანაც ესე არის ჩვენ ომი გვაქვს. აქვს მოთხოვნილება რა შოკოლადი უნდა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაღაცა არ ვიცი, რაღაცის გამო რომ აი მოუცია ჩემთვის უკან გამკვირვებია რომ აი აღარ მინდა ან რაღაცა კირას რა და ეს ალბათ სწორედ იმასთან არის კავშირში რეები უნდა მიიღოს სხვა რაც შეიცავს ცილა, ბოჭკო, ჯანსაღი ცხიმები, რომელიც ბუნებრივად ფიზიოლოგიურად კბილის მოთხოვნილებას შეგვიმცირებს. ეხლა იქ მე თუ ემოციური ფაქტორია ჩართული, ამისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ბავშვის კარგი ქცევის შემდგომ ტკბილეულით არ ვაჯილდოებთ. იმიტომ რომ უკვე ჩამოუყალიბდება გრძნობა რომ მე თუ კარგი ბიჭია გოგო ვარ მაშინ ხო არ არის რაღაცა მაშინ ტკბილეული მჭირდება ანუ დაჯილდოების ხარისხი არ უნდა ქონდეს საკვებს და შეეცადეთ ყველაფრით დააჯილდოოთ ბავშვი და შეაქოთ გარდა საკვებისა და პირიქით დასჯა არ იყოს საკვების აკრძალვა ჩემ ამბოს მოგიყვები და ეხლა მივხვდები ზუსტად ემოციური კავშირი
ეხლა ჩემი რომ მოისმეს ამას ალბათ გული გაუსხება, მაგრამ კბილის ამოსაღებად ვიყავი წასული რუსთაველის ტერიტორიაზე. და ხარ. ალბათ 6 წლის. შეიძლება უფრო პატარა ვარ, შეიძლება სასკოლო ასაკზეც არ ვარ მისული. მაგრამ კბილს ვიღებდა ტირი. და რო ტირი აქ უკვე წამოსული იყო ამბები, რომ აბა ეხა არიტირო, გეხოცები გაჩერდი და სათამაშოს გიღიდი. არ გავჩერდი და როგორც გემითხრათ, შემა ეხლა არიტირო და აქედან რუსთაველის მაგდონალდში გაგიყვანო, გავისუსე. კბილი ამოვიღე. წავედით მაგდონალდში, რა თქმა უნდა, მაგდონალდსი არ მეყო და ხინკლის სახლში გადავედით მაგდონალდსიდან. იქვე რო იყო დაბლა და აი ეგ ჰაილაითი მახსოვს და მოკლედ ეხლა იმას კი არ ვიძახინო, ალბათ იმ დროს კბილის ამოღება პოტენციურად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მაგრამ აი რაღაც სუდის მერე და ტკივილის მერე, რომელიც მათ შორის ნახე, არ ვფიქრობ მარტო ბავშვებს რა. სტრესთან სწორდება, დაკავებულ ადამიანი ხარ დღის განმავლობაში, რამდენ ტკივილს განიცდებით ხარ, როცა საქმეს აკეთებ და ბიზნესს აწყობ. აი ზუსტად აბა რა იქნება და აი ამ ტკივილის ბოლოს აბა და ის საკვები, რომელიც კომფორტ მომენტს. განსაკუთრებით მაშინ, თორნიკე, როდესაც არ ვიცი, თუ არ ეწევი, რაღაცა სხვა ჩვევები არ გაქვს, თუ არ რაღაც, ხო, ერთადერთი რო ეხა ჩემნაირ ადამიანს აქვს კვება, რომელიც რაღაც კვება კი არ არის. ჭამა არის რაღაც პროცესის ასრიამონო. ეგრე ხდება ხოლმე რა, ვიღაცებს და ვერ გავიქცევით მაგას. კიდევ ერთი თამაში მაქვს შემონახული შენთვის და ისევ მითია თუ რეალობა ამბავში. ყავისფერი შაქარი, უფრო ჯანსაღია თუ თეთრი შაქარი? მითია. ყავისფერი შაქარი არ არის იქ რომ აქ ხა არა? ერთი ყოველთვის როცა ეს არჩევანია, ყავისფერს ვიღებ ხოლმე. აი საერთოდ განსხვავება არა. მხოლოდ ფერშია სხვა. კარგი. ფერშია და ფასში. ოკეი. აჰა, გამეთვალისწინებ. ჭამის გამოტოვება წონის დაკლებას აჩქარებს. მითია თუ რეალობა? რეალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში არ აინაზღაურეს საუზმის კალორიები. დეტოქს შაის სხეულს წმენს. მითია. სრული სისულელეა ნებისმიერი დეტოქს შაი. დეტოქსიფიკაცია არის პროცესი, რომელიც შენს ორგანიზმში მიდის მუდმივად. ღვიძლი, თირკმლები, მთავარი ორგანო დეტოქსიფიკაციისთვის და კანი. ოფლის გამოყოფით დეტოქსიფიკაციაც ხდება, იცოდე. ერთადერთი სწორი დეტოქსიფიკაცია არის ისეთი მიკრო და მაკრონუტრიენტების მიწოდება შენი ღვიძლისთვის, თირკმლისთვის, რომელიც ისედაც ჭირდება. დეტოქს ჩაები ორიენტირებულია სითხის კარბუიდან მიღებულ სასწორის კლების შედეგებზე და სრული სისულელეა. და ფულზე. გადასმის კოქტეილები ნახე, არის ბევრნაირი, აი მაგალითად ენგოვერის, ანუ ახმელიაზე ლიკანს კი არ დალევ. გადაისხამ კოქტეილს და ესეთი რაღაც სხვადასხვა თემებს და ზოგადად ალბათ რაღაც პროცენტით მართალია. აი თერაპია ეფექტურია, გააჩნია რა შედის ორგანიზმში, ასე რომ ვიცოდეთ რა არის, მაგრამ ეფექტურია. მითია თუ რეალობა რომ 6-ის მერე ჭამა ასუქებს? მითია. არანაირი ჯადოსნური ფერია. რა მითი არის 6-ის მერე და 7-ის მერე რომ ჭამ ვეღარ იძინებ. ნუ გააჩნია რა ჭამ, რამდენ ჭამ და მე როდის იძინებ. დაძინებამდე 3-4 საათი ადრე ბოლოკვების დასრულება ძალიან ადეკვატურია. თუ პატარა ხემსია 2 საათი ადრე შეგიძლია. ანუ გვიან ჭამა ასუქებს. არა. როგორ არა ცილის წინ რო ჭამ მოდიხარ სახში სამსახურიდან დაღლილი 10 საათზე 9 საათზე მიასკდები და იძინებ. ვერ იძინებ. სამსახურიდან დაღლილი მოდიხარ და მიასკდები არის მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ სამსახურში დღის განმავლობაში სწორი კვება არ გქონია და თელი დღე ხემსების მიღების პროცესში იყავი. და საღამოს მოდიხარ და დანაყრებული არ ხარ საერთოდ და ერთი პორცია ულუფას მიასკდები. სანამ ტვინი მიხვდება რომ დანაყრა და შენ ორჯერ მეც ასწრებ რომ მიიღო. აუცილებლად იმიტომ რომ დაღლილი ხარ და სწრაფად იკვებები. აი ეგ არის პრობლემა და არა ის რომ 6 საათს მე რაღაც ფერია ჩამოწე და მიწაზე და ზღუდავს ნახევარწლების მეტაბოლიზმს. ჯანსაღად კვება ბევრად ძვირია, ვიდრე არაჯანსაღად კვება. მითია თუ რეალობა? მითია, უბრალოდ კოეფიციენტს ვერ გეუბნები, იმიტომ რომ დათვლადია და მაგას მალე დავითვლით. ხო, მაგრამ ჯანსაღად კვება ხანდახან უფრო ძვირია. გითხარე, ნახე ბევრად არის მან ბევრად რამდენია და არსებობს კოეფიციენტი, საიდანაც შეგვიძლია დავითვალოთ რა ჯდება სწორი და ჯანსაღი კვება. ყველა ნუტრიენტის შევსება ადამიანს რომელიც ჭირდება. მაგას მალე ვიზამ, მაგის ზუსტი რიცხვი მექნება რა ჯდება და მე რეკეთო, მაგრამ იცოდე რომ სადაც იგებ პროცესში არის წინასწარ განსაზღვრული კვება და იმუნიტეტის და სახში გაკეთებული, სადაც ფასთან არ ვიცი, არაჯანსაღი კვება ყოველდღე რო გამოიძახო, 3ჯერ ზური დაგიჯდება ვიდრე ჯანსაღი კვება. აქვე გამახსენეთ და დავიტყვი კიდევ რომ ვიდეოში ნახსენები ყველა ესე ვთქვათ მასალა ან ვიდეოზე იდება ან აღწერაში იქნება ლინკი. ასევე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ GTech-ის არხი და ცოტა ხანში ახალი უთვარხსაც ჩავლინკავ აქვე აღწერაში, სადაც თორნიკე უფრო მეც ისაუბრებს ხოლმე ამ სფეროებზე. ოკეი, შემდეგი, არილის ჭარბად მიღება უფრო საზიანოა, ვიდრე შაქრის ჭარბად მიღება. ჩავთვალოთ რომ ჭარბად ერთი და იგივე
რიცხვია. ინდივიდუალურია და ადამიანის წინასწარ განწყობებზეა დამოკიდებული, მაგრამ მარილის ჭარბი მოხმარება, აი ჩვენ რა მარილსაც ვიღებთ, ნატრიუმ მდიდარეს, ბევრ გულსხმთა სისტემის დაავადებასთან არის ასოცირებული. მარილი? კი, ადამიანის არსებულ მდგომარეობას გააჩნია და მიდრეკილებებს. მეტაბოლიზმის პრობლემა აქვს, მაშინ მეტი შაქარია მისი პრობლემა. არტერიული ჰიპერტენზია აქვს, მაშინ ეს სუფრის მარილი რაც ვთქვით, მისი მოხმარებაა დიდი პრობლემა. პეტრი სიკვდილი რომელი უფროა? ორივე, ერთი ტკბილია, ერთი მწარე თქო, ხო, კაი. იგრი გამოდის. უკომენტაროთ. ტექსაც რო შევეხოთ, იმიტომ რომ ტექის არხზე ვართ და აქ ამ არხზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ტექზე. უამრავი აპლიკაცია არსებობს ამ თემაში, ჯანმრთელობის მონიტორინგის პროგრამები, არ ვიცი, კალკულატორები, კალორიების თვლელები და ალბათ კიდე ბევრი რამ, რაც არ წარმოგენია. რაც შეუძლია ტექნოლოგიებს დაეხმაროს ადამიანს და აი პოტენციალი კიდე რა მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი თუ შეგიძლია AI tools-ები არსებობს, არ ვიცი, გენური ინჟინერიები და მათაზე ვისაუბრეთ ეხლა კონკრეტულად ესეც ტექნოლოგიის შედეგია რაღაც დოზით. ტექნოლოგიური წინსვლა მხოლოდ გაგვიმარტივებს პროცესის კონტროლის მექანიზმების დანერგვას და სტატისტიკურად რაც მეტი პროცესის მაკონტროლირებელი მექანიზმი მაქვს, მით უფრო სავარაუდოა მიზნის მიღწევა და შენარჩუნება. მაგალითად, ერთ-ერთი ტექნიკა არის ასწორი. მე რომ გითხრა რომ დღეიდან გიორგი ყოველდღე აიწონა, მივხვდეთ რომ არ მივესალმები და ნეგატიურ ემოციურ კავშირებთან ასოცირდება. მე რომ გითხრა რომ გიორგი დღეიდან ყოველდღე იწონები და მეტი არაფერი შევა არ მოგცემს საყვებაზე, შეიძლება აქ ორი კვირის თავზე რო შეხვდებით, მითხრა რომ 1 კილოგრამ ნახევარით ნაკლები ხარ. მხოლოდ იმიტომ რომ მეტრიკები შემოიტანე ყოველდღიური პროცესის მენეჯმენტის. რაც შეეხება კალორიების მთვლელ აპლიკაციებს, რომელიც წინ მოდის, არის რამდენიმე მსოფლიოში გავრცელებული ძალიან კარგი მაგალითი და სულ მალე გვექნება ქართული კალორიების მთვლელი, ოღონდ კალორიების დათვლით არ იწყება და არ თავდება, მის შემდგომ არის როგორ უნდა იყოს ულუფობრივი და პორციული გადანაწილება განსხვავებული საკვების. და კალორიები არ არის ზუსტი მეცნიერება. მის რიცხვი, რასაც ხედავ, არ არის რიცხვი, რომელიც ზუსტად მიესადაგება შენ გაცემულ და მიღებული ენერგიის ნორმას. ზუსტად მათემატიკასავით არ არის, თუმცა ჩემი ორგანიზმი არის მანქანა. საუკეთესო, მაგრამ საუკეთესო რაც კი მაქვს, საუკეთესო მენეჯმენტის ყველაზე მიახლოებული პროცესია. ასე რომ კალორიების შართულობას სწორ დროს სწორი ადამიანისთვის მივესალმები. კალორიული ნორმის განსაზღვრს მე მნიშვნელოვანია როგორ უნდა იყოს ულუფები გადანაწილებული ჯანსაღი პროდუქტების ამ რაციონში. AI-ზე ვიტყოდი რომ ჯერჯერობით AI დაფუძნებულია კალორიების მთელი აპლიკაციების სიზუსტით არ გამორჩევა. მით უმეტეს ქართულ პროდუქტებს საერთოდ გიждდება წინ რომ შეხირთმა უდევს, ვერ ხვდები რა უდევს. ასე რომ ბევრი გარღვევა აქვს AI-ს ჯერჯერობით კალორიების თვალში, მაგრამ დარწმუნებული როგორ შეიძლება და მივესალმები ნებისმიერ ახალ tools, რომელიც პროცესის მენეჯმენტს გამიმარტივებს. და აქამდე თუ პასტა ფურცელზე უნდა მეწერა ჩემი დღიური კალორიული ნორმა, ეხლა დავიხმარ აპლიკაციას, რომელიც გარდა იმისა, რომ კალორიულ ნორმას მომაწოდებს, ასევე მომაწოდებს რჩევებს ერთი, suggestion-ებს მომცემს. სხვა შორის ძალიან კარგი აპლიკაციებია და ჩვენ კურსზე coaching-ის ნაწილში ამ აპლიკაციების მოხმარებას ვასწავლეთ ჩვენ სტუდენტებს, იმიტომ რომ ძალიან საჭიროა. წარმოიდგინე ორი კვება მიირთვი, 2000 კალორია შენ დღიურ ნორმად დაუშვათ, ორი კვება მიირთვი, ერთი ხემსი და მესამე კვებაზე ამოგიგდო ვარიანტები დარჩენილი კალორიებით და ცილაცხიმით, რითი შეგიძლია შევისწავლო. რომელიც ჩვენ აი ესეთი ფანტაზია დაკავებული ადამიანის. ზუსტად და ამ დროს ისოდე რომ ჩვენი ჩართულობა ადამიანებისთვის პროცესში პროფესიონალია უფრო იზრდება, იმიტომ რომ ეხლა სტრუქტურული მნიშვნელობა აღარ ენიჭება რას შამ და როდის შამ, ენიჭება რამდენად მიყვები პროცესს და რამე ხომ არ გიჭირს. ანუ ინდივიდუალური პროცესის მიმართებას უფრო გაგვიზრდის, ხო? ახლა თუნდაც ეხლა ჩვენ რასაც ვფიქრობთ, არის ნელ-ნელა დავამატოთ პლატფორმაზე AI, რომელიც ჩვენ მასალებზე და ნასმის მასალებზე იქნება დაფუძნებული, რომელიც ადეკვატურ კითხვებს გასცემს, რომელსაც მეც გავცემდი უბრალოდ ამაში დრო დამეზოგება. და მე რა კითხვა ისმის აბა ეხლა AI მანაცვლებს, პასუხი არა, პასუხი არის გამორიცხულია, იმიტომ რომ ინდივიდუალური პროცესის წარმართვისთვის ხარ შენ იქ, არა იმისთვის რომ კონკრეტული გრამი ცილა და ნახევარწყალი გაწერო, არამედ გაარკვიო ეს რაც ხდება და გეგმა როგორც მიდის, სწორად მიდის იმ კონკრეტული ადამიანისთვის. მაინც მეტრიკი და მთვლელი და დატას აუცილებლად გამომყვანი ტიპი პროცესი გჭირდება ორივე მენეჯმენტის ამბავი. ერთი ობიექტური მენეჯმენტი, ობიექტური მოცემულობები, კალორიები, წონა, გარშემოწერილობა და სუბიექტური პროცესი. აბა დღეს 10 ქულიდან რამდენად ენერგიულად გრძნობ გიორგი თავს? თუ ჩემი მიზანი შენი ენერგიულობა და დაკავებული ადამიანისთვის როგორც ესეა ხოლმე, რამდენად პროდუქტიული იყავი? 10 ქულიდან რამდენად კარგად გეძინა? ამ დატას დააგროვე პერიოდულობის განმავლობაში და კიდე საერთოდ სხვანაირად გამოიყენე სამომავლოდ შენი და საბოლოო ჯამში მიიღებ კვებას, რომელიც არის გიორგის.
და არა რაღაც ვიღაცის ყვება, რომელიც მოირგე. აკადემიაზე როგორ თქვი ერთი სიტყვა და შემდეგ უკვე ამ სფეროს ბიზნეს ხარეს მინდა შევეხო და მაგაზე ცალკე შევეკითხებ. Nutrition Academy of Georgia არის აკადემია, რომელიც ორიენტირებულია ჩვენ ქვეყანაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ნუტრიციოლოგიის საფუძვლების სწავლებაზე ადამიანებისთვის, რომელსაც შემდგომ მოყვება მიმართება, რომელსაც უძახით სრულიად პრაქტიკულ და ინდივიდუალურ კოუჩინგის ნაწილს. ჩვენ ვართ ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის NASM-ი, ესეთი აბრევიატურა აქვს, National Academy of Sports Medicine, მათი ექსკლუზიური ერთ-ერთი პარტნიორები საქართველოში. მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით კურსების წარმოებაში არიან ჩემპიონები და გვექნება წვდომა მათ ყველა მოცემულობაზე დაწყებული ჯერჯერობით ნუტრიციოლოგიის კოუჩინგის მიმართულებით რაც ახლა გვაქვს. შემდგომ გვექნება და უკვე გვაქვს მზად CPT რაც არის პერსონალური მწვრთნელის პერსონალური კურსი. იქნება ბავშვთა ნუტრიციოლოგია, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კლინიკურ ნუტრიციოლოგიას ვამატებთ საქართველოში. მოკლედ ეს არის და იქნება შემდგომი 20 წელი. ანუ ამ სფეროს ფუძის დებას ზუსტად, იმიტომ რომ ესეთი გზა გაიარა სხვა ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ. ნუტრიციოლოგია სამედიცინოსა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შორის სადღაც შუაში ზის, რომელსაც ჭირდება თავისი განვითარება. საჭიროების დანახვა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდია. და ამის შემდგომ უკვე სწორი მიმართებები, იმიტომ რომ არ ვიცი, ყოველი მეორე ვინც ვიდეოს ნახავს YouTube-ზე რომელიმე ენაზე, რაც არ არის ქართული, ფიქრობს რომ ყვება იცის. არა და მის მიღმა აურაცხელი ფაქტორებია ეს ჩემი ტკივილია. არავინ მოგეტყუოს რომ ნუტრიციოლოგიას რამდენიმე კვირაში ისწავლი. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი აკადემიის არის პირველი საბაისო კურსით ისეთი საფუძველი შექმნა, ფუნდამენტი, რომელიც ლოგიკურ წყობას გამიმარტივებს ნებისმიერი ახალი შემოსული ინფორმაცია როგორ გავუფილტრო. ამ კურსებში ბევრად მეტი ხდება, რაც არის ჩვენ ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი, ჰიდრატაცია, ყველაფერი საბაისო, რაც მჭირდება ჯანსაღი კვების პრინციპების გაგებისთვის და დანერგისთვის ჩემ ცხოვრებაში. მოყვება ამას კოუჩინგის პროფესიული კურსი, რომელიც უკვე საშუალებას მაძლევს მიღებული ცოდნა სხვა ადამიანზე დავნერგო. სულსაც ის ადამიანები, რომელიც თავში ვიკითხე. ჩემპიონები ყავს გიორგი აკადემიაში, თავისი არაერთი გამოცდილებით მომიჯნავე დარგში, რომელიც სუპერ პროფესიონალურად ნიშურად უდგებიან უკვე კონკრეტულ ადამიანებს. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასე იყო, ყავს სრულიად სხვა სფეროდან ადამიანები. ეგ უნდა მეკითხა. ჭრელი არის რა, შეიძლება იყოს ადამიანი ჩემნაირი, ვისაც უბრალოდ თავის თავზე ზრუნვა უნდა და აქვს დრო და შეიძლება გაიაროს ეს კურსი და მთელი ცხოვრება თვითონ თავის ოჯახის სწორად იგებონ. ამის გარდა ვინები არიან კიდე? ერთი ჯგუფი არის ცალსახად მომიჯნავე დარგში მყოფი პროფესიონალები, ფიტნეს მწვრთნელები, სამედიცინო ტექნოლოგები, ექიმები, სამედიცინო მიმართულებით, ვინც ინტერესდება ამ კურსით, იმიტომ რომ ტექნოლოგიებში შეფები იგულისხმებიან და არა მარტო. და არა მარტო, კვების ტექნოლოგები, მაგალითად არ ვიცი, მეღვინეობა, ვინც დაასრულა კვების ტექნოლოგია, ვინც კვების უსაფრთხოებასთან არის ჩართული, შეფები, რაც ძალიან მახარებს ბოლო კურსების, არ ვიცი. გიждებ ყველა მათგანზე და ბოლო ივენტზე დაბადების დღეზე უმაგრესი კერძები გავუკეთეს, რომელიც გემრიელი და ნუტრიენტულად დაბალანსებული იყო და ძალიან საინტერესოა მათი ტკივილი, რომ ხვდები რომ გემრიელია ჩემ წინ არსებული საკვები, მაგრამ რამდენად ჯანსაღია არ ვიცი და როგორც შემიძლია სიჯანსაღის ტრენდი და ამასობაში საჭიროება შეუხამო ჩემ გემოებს, რომელიც დაბალანსებულია და ეს არის ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ამით დაირღვევა ცნება რომ დიეტური და ჯანსაღი საკვები უგემურია. ხო. არა, პირიქით. და მესამე ადამიანები არიან ჩემდა გასაკვირად დაკავებული ადამიანები, რომელმაც არაერთი სხვა ადამიანის რჩევა ცადეს საკუთარ თავზე ან დიეტები, ცუდი შედეგი მიიღეს ყოველ შედეგზე, ან ვერ შეინარჩუნეს და ეხლა რეალურად უნდა გამოერკვიონ რა ხდება და დაიბრუნონ სადავეები თავიანთ ხელში. ჩემდა გასაკვირად, რაც ძალიან მახარებს, სამივე ჯგუფის ადამიანს იდეალურად ადგება საბაისო კურსი, მათგან ნაწილი ვინც ფიქრობს ამ ყველაფრის თავის ცხოვრებაში უფრო აქტიურად დანერგვას ან სხვასთან მუშაობის დაწყებას, უკვე აგრძელებს ჩვენთან პროცესს ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის კურსზე, რომელიც საერთაშორისო სერტიფიკატს გასცემს, არა მარტო ჩვენ ქვეყანაშია ვალიდური ეს სერტიფიკატი თქვენ გასცემთ რეალურად. ჩვენ გავცემთ ამ სერტიფიკატის კურსის შემთხვევაში. კი, კვების მეცნიერების საფუძვლების, ნუტრიციოლოგიის საფუძვლების შემდგომ სერტიფიკატი გაიცემა ჩვენი აკადემიისგან, აი უკვე nutrition coaching-ის კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი როგორც ჩვენი მხრიდან, ისევე ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის ბაზაზე იწერება გამოცდა შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ. სერტიფიკატი ვალიდურია 2 წლის განმავლობაში 150-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ნასმს ფეხი აქვს გადგმული 30 წელიწადზე მეტია საერთაშორისოდ ფიგურირებენ როგორც მთავარი წამყვანი ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით ინფორმაციის მიმწოდებელი სტრუქტურა. ვაუ, არა და აი საერთოდ არ ვიცოდი რომ არსებობდა, სანამ შენზე გავიგებდი.
ეს სამხერა დაწესებულება და რამდენად საინტერესოა სამყარო. ეხლა მოდი შევხედოთ ამ ყველაფრის ბიზნეს ხარეს, იმიტომ რომ ჩვენ აქ საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე, ინვესტიციებზე, გვისაუბრია უძრავქონებაზე, გვისაუბრია, ვიცი, კრიპტოზე, ტექნოლოგიებზე და ასე შემდეგ. შენ ხარ, შენ და შენი გუნდი, ბატონი გიორგის ჩათვლით და დაწყებით, ხართ ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის სწორად დანახვა შეძლეს, მონეტიზაცია შეძლეს და ბიზნეს კუთხით ააწყეს ეს პროცესინგი, იმიტომ რომ მართლა ვიძახი, სანამ თქვენ ამას დაიწყებდით, ვინმეს რო ეთქვა ჩემთვის, რომ აი ნუტრიციოლოგია, როგორც რაღაც ესეთ ბიზნეს მოდელი არსებობს, კურსებზე წამოდი, გაიაზრე, ცოტა აი რა ნუტრიციოლოგია ჯანსაღად შევჭამ ბალახებს. საიდან წამოვიდა ამის იდეა, საერთოდ და როგორც ბიზნეს პროცესი, რამდენად საინტერესოა და რამდენად შეიძლება ეს ბიზნეს პროცესი არა მარტო თქვენი ბიზნეს პროცესი იყოს, ვისაც ზრდით, მათი თავარი შემოსავლის წყარო და საქმიანობა გახდება და გახდა ალბათ უკვე. პირველი ამბავი არის საიდან გაჩნდა იდეა. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მე როგორც ერთი ინდივიდი, რომელსაც ჩემი ინდივიდუალური სამეცნიერო პროცესი არაერთი ხნის განმავლობაში მქონდა დანერგილი, როგორც რომ მქონდა ისევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ჯგუფურად და ინდივიდუალურად, მივხვდი, რომ საკმარისად დიდ იმპაქტს ვერ გავაკეთებდი ყველა ადამიანზე, ვიზეც მინდოდა რომ გამეკეთებინა. ანუ მე არ ვიყოფოდი ამ საქმეს მხოლოდ. და მივხვდი, რომ ცნობიერების ამაღლება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანსაღყვების მიმართებით. ჯანსაღყვებაზე ინფორმაციის ნაკლებობას არ განვიცდით. არც ერთი ადამიანი არ მოდის ჩვენს კურსებზე, იმიტომ რომ ჯანსაღყვებაზე ინფორმაცია არ აქვს. პირიქით, იმდენ ინფორმაცია აქვს, ვერ გამოვარკვია, რომელია სწორი. ანუ ამიტომ დავიწყე საუბარი, რომ ახალი ინფორმაციის შემეცნება კი არის მნიშვნელოვანი. არასწორის გაფილტროა პირველი ყველაზე რთული საქმე. ბიზნეს პროცესის ნაწილში რთულია. იმიტომ რომ იმაზე ნაკლები იყო ცნობიერება ჯანსაღყვების მიმართულებით რა არის სწორი და რა არასწორი, ვიდრე ველოდი. მაგრამ მეც კაი ჭიტი ვარ, უფრო ნაკლების მოლოდინო მქონდა, იმიტომ რომ ამ სფეროში ძალიან დიდი ხანი ვარ, უბრალოდ როგორც ყველა სტარტაპერი პროცესი იწყებს გაუაზრებლად და იწყებს უბრალოდ გააზრებულად, მაგრამ გაუაზრებელი ოპტიმიზმით იწყებს, რომ აბა, მაგარი იდეა, ყველაფერი მაგრა იქნება. ხო, სტარტაპში პესიმიზმი მნიშვნელოვანია. ზუსტად, ყველაფერი მაგრაა და მაგრა იქნება უბრალოდ იმის ფონზე, რომ პროცესები ულტრა გამართული გვაქვს. სხვა შემთხვევაში ამ წერტილამდე ვერ მოვიდოდით და ვერ მივდვალთ იმ წერტილამდე, სადაც გვინდა მისვლა. სწორი პროცესის გარეშე თავიდანვე განწირული იყო, იმიტომ რომ კურსებს საკეთებში ვინც მიხვდა რომ საკუთარი რაღაცის გაზიარება შეუძლია. თუმცა ეს სიტყვა კურსებიც უკვე რაღაცა ძალიან გაბანალურდა, როგორც სიტყვა ინფლუენსერი, მე მგონი, იმიტომ რომ აი რაღაც კურსები ასოცირდება იმედგაცრუებასთან და რაღაცა სკამერობასთან, არა და ამ დროს შეიძლება სხვა ვორდინგით გააკეთო და მართლა ძალიან დიდი ცოდნა გააზიარო. ამიტომ გამოვიყენებ ჩვენი კურსდამთავრებული სიტყვებს, რომელმაც გული ისე გამითქვა, ალბათ ეს გამყვება ენერგია მჭირდება და შენს გჭირდება, იმიტომ რომ იცი რომ საქმის კეთება ბევრ ნეგატივთან ასოცირდება და გამძლეობა მთავარი ამბავი და ამ გამძლეობაში მეხმარება ჩვენი სტუდენტების უკავშირი. თქვა რომ ჩვენ ყველანი თავიდან მოვედით იმისთვის რომ სწორი ინფორმაცია გავუგოთ ჯანსაღყვებაზე და წელიწადნახევრის მერე იძახის რომ ვრჩებით იმ ემოციების გამო რომელიც დავაგროვეთ პროცესში და პროცესს მიღმაც. ასე რომ აკადემია არ არის მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, ეს არის community, რომელიც აგროვებს ემოციებს, ამ ემოციით მეტ ენერგიას იძენს ჯანსაღყვებას მიხედოს საკუთარ თავისთვის და სხვისთვის და ძალიან მჯერა რომ ეს community და აკადემია ჩვენ ქვეყანაში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, როდესაც ეს community იზრდება და მე ერთმანეთზე გადამდები ეფექტით მოქმედებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიღაცებს კურსის გავლის შემდეგ, კოუჩინგის კურსის გავლის შემდეგ და ასე შემდეგ რეალურად შეუძლიათ ახალი პროფესიით, ახალი საქმიანობით დაიწყონ და იგივე საქმიანობით გაქცევას. ძალიან ხშირად არის ხოლმე აი კონკურენციის ცნება ცოტა ისე რა, რომ აი და თქვენ პირიქით შენ კონკურენტებს ქმნი და ზრდი და ეგ როგორ ჯდება? ერთმანეთში საქართველოში ყოველი მეორე ზრდასრული ადამიანი ჭარბწონიანია, სიმსუქნის მქონეა, რის გამოც ჯანსაღყვების მიმართებები გვჭირდება ქვეყანაში. კონკურენციის გზნობა არ მქონია არც მაშინ, როცა მე ვიყავი ადამიანი, ვინც ხობს ეხმარებოდა და ამასობაში სხვა ადამიანები იყვნენ, ვინც ხობს ეხმარებოდნენ. არც ერთ წერტილში და მათ უყურებდი, როგორც დამხმარეს კარგი საქმის კეთებაში. და ეხლა ჩემ ბედნიერება საზღვარი აქვს, როცა ეს ადამიანები, რომლებიც სწორად იზრდებიან, სწორი და არასწორი პროცესი არსებობს ადამიანთან მუშაობისას და მჯერა რომ რასაც ვასწავლეთ, ეს არის ერთადერთი სწორი პროცესი, რის ადამიანს შედეგამდე მიიყვან და ამ შედეგს შეენარჩუნებინებ.
ამის ფონზე ეს ადამიანები, ვინც ყველაფერს სწავლობენ, სამწუხაროდ ახალი პრობლემების წინაშე დგებიან, რომელიც დგან მე როცა დავიწყე ამ სფეროზე ხმამაღლა საუბარი. ერთი, რომელიც არის როგორ მოვიყვანო ადამიანი, ვინც სწორედ იმ ღირებულებებით უდგება ჯანსაღყვებას, რასაც მე გავცემ და როგორ დავეხმარო მას, ერთი, სადაც უკვე გაყიდვების ნაწილი შემოდის საქმეში და არც აქ ვაყოვნებთ, იმიტომ რომ სასწავლო დაწესებულებას ეს მოდელი აქვს, რომელიც გამართლებულია, უბრალოდ მე არ მინდა გაჩერება, შემიძლია მოგცეს ცოდნა და მე შენ თვითონ გიტეხია თავი. მიუხედავად იმისა, რომ სწორ ცოდნას გაძლევ და სხვაგან ურთიერთობები მიიღებდი ამ ცოდნას, რომელიც ოკეია, მაგრამ იმიტომ რომ კომუნიტია ჩვენი ამოსავალი და ძირეული ცხოვრების შეტანა ქვეყანაში, ამ წერტილში საურჩერდებით და უკვე ყველა სხვა წერტილში ვეხმარებით, რომელიც პროცესში და პოზიციონირებაში ჭირდებათ. ინდივიდუალური შეხვედრები გვაქვს, რომელიც სწორად წარმართულ პროცესს ასწავლის, აქ შემოდის კიდევ ერთხელ ჩვენი ლურსკუდიანი მეგობარი საქმეში, რომელიც სწორად გამართულ პროცესს ასწავლის, როგორ უნდა წავიდეს და მეორე ტკივილი, რომელიც პროცესში დგება, არის როგორ დავიწყო ამ ყველაფერზე სწორად საუბარი, როგორ გამოვიყენო ალბათ ტელევიზიები აღარ არის ადგილი, სადაც ესეთი ადამიანები თავის სამუშაო გამოცდილებას გააზიარებენ, რომ სხვა ადამიანები მოიყვანონ, ასე რომ სოციალურ ქსელში ავშვები ახლა. რა ვიდეოს ვიღებ, როგორ ვიღებ და აქაც ძალიან საინტერესო მომები გვაქვს განსხვავებულ საინტერესო ადამიანებთან ერთად. ხომ არ გავაგრძელო? პატარა ანონსებით, მოკლე დროში ჩვენი დიდი ცოდნის გაზიარების მიზნით მუშაობთ მიმართულებაზე, სადაც გავაზიარებთ ძალიან ბევრ, ძალიან დიდ, ძალიან რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას, რეალური მაგალითებით, სოციმედიაში ნავიგაციისა. არ მინდა რომ რაღაც დეტალურად ვისაუბრო, ჯერ სანამ პროექტის ლონჩი არ ყოფილა, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტენ, რომ სჭირდება სოციალებში სწორი ნავიგაცია, არ ვიცი, ეს იქნება YouTube, TikTok, Instagram თუ ზოგადი ცოდნა ამ სფეროზე, მათთვის მუშაობთ ძალიან მაგარ საქმეზე და ამბავზე, რომლის ესე ვთქვათ, ნამიოკი სიტყვა აკადემია იქნება, ისევ რჩება რამდენადაც კრეატიული არ უნდა მოგეჩვენოთ და შემდეგში ამ ყველაფერს გაგეზიარებთ, რა თქმა უნდა, ამ არხზეც და თავარ არხზეც ეს არ იქნება უბრალოდ კურსები. ეს იქნება სივრცე, პლატფორმა, სადაც community დაეხმარება ერთმანეთს და სადაც ძალიან დიდ ცოდნას მიიღებენ ადამიანები იმ საკითხებზე, რაზეც ჯერჯერობით საქართველოში ხედავ, რაღაცა პოსტებით და სტორებით შემოიფარგლებიან ხოლმე, რომ არ ვიცი, სად ვისწავლო storytelling-ი, editing-ზე რა ვქნა, განათება სად ვიყიდო, არ ვიცი, როგორ დავიწყო, როგორ გადავიღო და როგორ არ გადავიღო კალკულატორით. მოკლედ ამ ყველაფერს ძალიან მალე, ძალიან ძირფესვიანად და ხარისხიანად შევეხებით და მიხარია, რომ აქაც ამ ყველაფერს ვაანონსებთ. ასე რომ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, ან საერთოდ არ იყოს პროფესიის, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდეს ის, რომ უნდა სოციალურ ქსელებში დაიწყოს, ესე ვთქვათ, აქტივობა, სწორი კომუნიკაცია, აკეთოს კონტენტი და ეს ყველაფერი გააკეთოს დიდ ცოდნაზე დაფუძნებით მოკლე დროში და მიიღოს რეალური შედეგები, რა თქმა უნდა, თავისი ნებისყოფით, ჩართულობით და მუშაობით, ეს ადგილი იქნება სწორედ მათთვის. და განსაკუთრებით მათთვის, ვინც კონკრეტული პროფესიების მიხედვით ფიქრობს, რომ სჭირდება ამ მიმართულების მოძლიერებაც და მე მგონია, რომ ეგეთი ადამიანი ძალიან ბევრი იქნება, ეს იქნება ნუტრიციოლოგი თუ სხვა პროფესიის ადამიანი, რომლებიც ისედაც მრავლად გვხვდებიან სოციალებში. და დასასრულს მინდა რომ არ ვიცი, ცოტა რთულ კითხვას ვსვამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან მარტივს. ჩვეულებრივი ტიპი რომ მოვიდეს რას ეტყვი, რო გქონდეს, არ ვიცი, ერთი წუთი, რატო პრჩევებს მისცემდი. ერთი რასაც გირჩევთ არის ის, რომ როცა ცოდნასამდე ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს გვაქვს შენგან ინსტინქტი, რომ სხვას დავეხმაროთ და მეტი ინფორმაცია მივცეთ, დიდი ალბათობით თუ იმაზე ორჯერ მეტ კითხვას არ უსვამ, ვიდრე რჩევას გასცემ, მასზე მორგებულ რჩევას ვერ აძლევ. ძალიან კონკრეტულად. ასე რომ გეტყვი 5 რა კითხვას დაუსვამდი, მაგრამ არ გეტყვი 5 რა რჩევას მივცემდი, იმიტომ რომ არაერთი სწორი რჩევა იმ ადამიანისთვის, რომელია სწორი რჩევა, ეგ არის გამოსარკვევი. ძალიან ზუსტია. კლიენტთან საუბარშიც ეგრეა ხოლმე. თუ კითხვები არ დასვი და არ გაიგე კონკრეტულად, მე შენს პასუხს. გამოვშვი კითხვები. კარგი, პირველ რიგში გითხავ, რა დაბრკოლებები გაქვს ჯანსაღყვას მიმართულებით? მე აუცილებლად გითხავ, რა გინდა? რა შედეგის მიღება გინდა? აუცილებლად გითხავ, რატომ გინდა ამ შედეგის მიღება? იმიტომ რომ რა გინდა საკმარისი მოტივატორის ფაქტორი არ არის პროცესში და მაინტერესებს რატომ გინდა ამ შედეგის მიღება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა, რასაც დაგისვამდი, იქნებოდა
არა. ეგ რა გინდაში მოიაზრება. ოკეი. მე სად ვხედავ პროცესში, შენ დამხმარეთ. აი მიღებული ინფორმაციით ავაწყობდი იერარქიას რჩევებისას. ეს ისეთი კითხვებია, რომელზეც დიდი ალბათობით ადამიანს არ უფიქრია. ზუსტად, მაგიტომ პროცესი ვერ იქნება ერთწუთიანი, ინდივიდუალურ კონსულტაციებს აღარ ვატარებ, იმიტომ რომ გამორიცხულია 45 წუთში ადამიანზე მორგებული რჩევა გასცემ. მაგრამ ადამიანებს ზრდი, რომლებიც შვებიან. დაიწყებენ და პროცესს გაუწერენ ადამიანს მასთან ერთად ხელი-ხელთ ჩაჭიდებული სასრულად მიზნამდე ყველაზე სწორი და up-to-date guideline-ებით, რაც კი ნუტრიციოლოგიაში გვაქვს მსოფლიოში. დასავლურ სტანდარტებს ნერგავთ ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ბევრი რამე შემოვა, რომელიც მტკიცებულობას დაფუძნებული იქნება იმის ფონზე, რომ ყველაფერი განახლებადია. ანუ არ ვჩერდებით ერთ წერტილში მათთან ერთად ვითარდებით ერთი წერტილია, რაც გამოგვარჩევს. ორი თვის წინ ჩვენს პარტნიორებს რო შევხვდით ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის, ისეთი პარტნიორებიც კი მაგალითად ჰონგ-კონგში, რომელიც 35 წელია ნასთან პარტნიორობენ, გაუცდნენ იმ ყველაფრით, როგორი სახედველით უდგებით საქმეს და ბიზნესური მიდგომა როგორი გვაქვს, კონკრეტულად საუბარი გვაქვს აი ამ community სტილის building-ზე. ბევრი რამე მოეწონათ, ბევრი რამე გადაიღეს, ყოველგვარული ზარები გვაქვს და რაღაც კითხვებსაც გვეკითხებიან. ქართული ხინკალი მოეწონათ? ჩამოვიყვან და გეტყვი და მალე. კარგი, ერთი კლასგარაში კითხვა მაქვს შენთან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ეს თელი საქმიანობა და ნუტრიციოლოგია არის ინვესტიცია საკუთარ თავში და სხეულში, პირადად შენ ინვესტიციების რა გზებს ანიჭებ უპირატესობას? ჯანსაღყვებაში სად დავაინვესტირებდი ჩემი ჯანსაღყვებისთვის? არა, ჯანსაღყვებაში არა, ზოგადად. ანაბრებზე, კრიპტოში, სტოკებში, ავტომობილებში, ტექნიკაში, ტექნოლოგიებში თუ აი თუ ამ ზოგადად მათგანთან არ მაქვს საკმარის შეხების წერტილი. ასე რომ ერთადერთ ჩემ თანხას ვაინვესტირებ და დავაინვესტირებ, იქნება საქმე, რაც ახლა ვაკეთებ, რაც ყველაზე კარგად ვიცი. ჯანსაღყვება, ცოდნა და პროცესის გამართვა ჯანსაღყვების მიმართულებით. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა მთელი საუბრისთვის, იმიტომ რომ ძალიან მადლობა. მეგობრებო, მადლობა ძალიან დიდი, რომ უყურეთ ვიდეოს. კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ გამოწერა არხის, ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკები, ძალიან საინტერესო, მათ შორის Mr. Nutrition-ის Instagram გვერდიც, აკადემიის გვერდიც და YouTube არხიც დაილინკება, როდესაც შეიქმნება და დაიწყება ძალიან მალე, რამდენიმე დღეში და შემდეგ შეგიძლიათ უკვე გააგრძელოთ უფრო დეტალურად ამ ინფორმაციების მოსმენა. მადლობა კიდევ ერთხელ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.